შენი შექმნილია ლომი, წარმოიდგინე რასაც შენ შექმნი, ხო შენ იმას გარდაქმნი. მართლაც ადამიანი რასაც ქმნის, იმის გარდაქმნა შეუძლია. ხო დააპროექტა სახლი, იმას ხელახლა დააგეგმარებს და გადააკეთებს მას შენობას. არქიტექტორს შეუძლია თავისივე პროექტი გადააკეთოს, სახეუცვალოს. ასევე ღმერთს შეუძლია, ეგ არის ხო, დამპროექტებელი შეცვალოს ეს სამყარო. როგორ და რანაირად ჩვენ ეს არ ვიცით. ძალა აქვს მას და სიბრძნე. ხლა სხვის შექმნილს ვერ გარდაქმნი. ყველაზე მეტად უჭირს ადამიანს სხვისი პროექტის დამუშავება. თუ უნდა შეისწავლოს მაღალ დონეზე, მაგარა რომ რაღაცნაირად მივიდეს. თუმცა ყველა ვარიანტში გადაკეთება არ იქნება კარგი, იმიტომ რომ ვის თავშიც მოიაზრება ეს პროექტი, იმას ძალუც უფრო კარგად სახეუცვალოს, ვთქვათ, კონსტრუქცია შეუცვალოს. მანიცის სად არის სუსტი ადგილები, როგორ რანაირად რა აცლიერი, ან დახვეწოს, უკეთესად განაახლოს. განვითარების პირველ ეტაპზე ავიღოთ არქიტექტორი. პირველ ეტაპზე არქიტექტორი აშენებს ნაგებობას და რო განვითარდა არქიტექტორი მომწითამის თავში უფრო ძლიერის, უყურებს თავის ადრინდელ შენობას და უყურებს რამ შენობას, ახალი შენობა მის ადგილზე წარმოიდგინა. რას აკეთებს? ან მთლიანად ამ შენობას იღებს, იმ ადგილს ტოვებს, ფუნდამენტს ტოვებს, ან კიდე მთლიანად შენობას გადააკეთებს. ამისათვის საჭირო უკვე სხვა საშუალებები. პროექტი ჯერ არის, მოდიან სხვები ანგრევენ, გადააკეთებენ და უფრო გალამაზებული და წინწაწეული, მოდერნიზირებული შენობა აღიმართა იმ ადგილზე, სადაც ძველი იყო. იგივე არ არის დედამიწა. ეს რაც ჩვენ ახლა მოგწონს და ესეთი იმით შემოდის ჩვენ ცნობიერებაში, როგორც სრულყოფილება. ამ დროს ღმერთის თვალით ეს სრულყოფილი არ არის. მაგის აქვს ესეთი ზიგნი, სამი სამყარო ერთ დროში. ლაპარაკი არა პირველი წარღვნა, რომ ადრე რო გითხარით სხვანაირად ეკოსისტემა პირველი, მეორე, მესამე. სწორედ ამას მიუძღვნა ერთი ზიგნი. ერთი მოცემული სამყარო ერთ დროში, თქვათ, წარღვნა მოსპო, რო ვართ მეორეში ეს ცეცხლი დაიწვება და შემოდის მესამე განახლებული, მეორეთ მოსვლა იესოსი და 1000 წლიანი ეს მართლობა, რომ მთლიანად სახეშეცვლილი სახით იქნება დედამიწა მთლიანად და მე აქ მარადისობაში ეს რო გადადის. ეს ყველაფერი ეს სახე გადადის მარადისობაში. მარადიული მას იღებს იქ მზე რო საჭირო აღარ არის. ზეგინე სულიერ სამყაროში მატერიალური ნივთები აღარ იქნება საჭირო. ადამიანი იმ განზომილებაში, იმ სივრცეში უფრო მაღალი შემეცნებით დონეს მაღწევს. ეხლა ჩვენ შეზღუდულები ვართ და ეს ნაწინასწარმეტყველებია. დიდი ხნით აადრე და რა თქმა უნდა ადამიანმა კი არ განსაზღვრეს. თავად ისაიამაც არ იცოდა რას ლაპარაკობდა. ახლა ისაია საიდან გაიგებდა რა მოხდებოდა პირველ საუკუნეში 27 წელს ჩვენ წელთაღრიცხვით იესო ქრისტე როგორ გაეკრებოდა. ის გაგებაში არ იყო, მაგრამ ღმერთის სპირით ისე აღწერა ეს სიტუაცია, თითქოს იქ უყურებდა ამ სურათს. მაგრამ რო შეგეკითხათ რა, ვერ გეტყოდათ, იმიტომ რომ სხვისი ეს სიტყვა. თქვენ რო გაიმეორეთ უმაღლესი, თქვათ, მათემატიკის ფორმულირება, უმაღლესი მათემატიკოსის თქვენ და გადმოსცეთ ეს კონსპექტი. კითხვა რო დაგისვან რა არისო, გასცემთ პასუხს. თქვენ გაიმეორეთ ურთულეს ოპერაციებს ლოგიკურისა სხვისას, მაგრამ როგორც კი კითხვას დაგისვამეთ, ვერ გასცემთ პასუხს ეს რა არის. ასე რომ წინასწარმეტყველებმა არც იცოდნენ რას ლაპარაკობდნენ. და ბუნებრივია, იმიტომ რომ ღმერთი ლაპარაკობს მისი პირით და ის იღებს ამას რწმენით და არც იძახის რომ მე ვლაპარაკობ. ის იძახის რომ ეს ღმერთის არის, მე არ ვიცი, არაფერი არ ვიცი რა არის ეს. რომ არ მოვტყუდეთ წინასწარმეტყველი ეს ნამდვილი არის თუ არა, ამის ისენიც დაგვიდო მეორე ჯულის კანონის მე-18 თავში ღმერთმა როგორ შევიმეცნოთ, თქვათ, გავიგოთ ჩვენ წინ არსებული პიროვნება, რომელიც იძახის წინასწარმეტყველი, როგორ შევამოწმოთ? აი როგორ არის აწმყოში, გარკვეულ უახლოეს, ძალიან უახლოეს მომავალში, მისი სიტყვა თუ არ შესრულდა, ეს ღმერთიდან არ ვლაპარაკია ამას და ამავე დროს შორეული წინასწარმეტყველება. თუ ახლო წინასწარმეტყველება შესრულდა, ესე იგი ეს ღმერთის პირით არის. და უკვე შორეულ წინასწარმეტყველაზე როცა მეტყველებს მეორეთ მოსვლაზე ეს უკვე დამადასტურა. ისაიასთან სწორედ აწმყო ახლო მომავლის წინასწარმეტყველებაც არის, რომელიც შესრულდა პირდაპირ და არის ამავე დროს შორეული წინასწარმეტყველება. განსაკუთრებით მეორეთ მოსვლაზე, იესოს პირველ მოსვლაც არის, იესოს მეორეთ მოსვლაც არის. პირველი მოსვლა ჩვენ ვიცით, ახლა აქედან შესრულდა. ისაია კი ამას ვერ მოესწრო, როც გეკითხა, ვერც გაიგებდა რას ლაპარაკობდა. და ამაზე პასუხს ვერ გაგცემდოთ. ჩვენ აი ახლა არო გავიდა წლები და ისაიამ რა თქვა 2700 წლის უკან ჩვენა ვართ მოწმე შესრულდა. ზუსტად ისევე აღიწერა, აბუთები გვაქვს, რომ იესო ქრისტე ზუსტად ისე ეწამა, როგორც აღწერილი არის 53 თავში. 700 წლით ადრე. ესე იგი ისაიას აშორებს 700 წელი. ჩვენ კი ახლა რო ვიცით ეს, აქედან არის გვაუწევს და ძალიან ბევრი ლიბერალი თეოლოგს ეს რო არ ჯერა, იძახიან რომ სხვადასხვა ისაიები იყო, სამი პიროვნება, ერთმანეთს დაწერა, მეორე მის მესამე თვითონ წიგნის კონსტრუქცია ესეთია, რომ ზაგაეჭვებს, რომ გონია ეს ერთი პიროვნების დაწერილი არ არის. ან კიდე ასე როგორ შესრულდა ყველაფერი და რა იცოდა იმან და იცი რა არის, აი ალბათ უახლოეს ახლოვნაში იყო და ან კიდე შეიძლება აქეთ იყო თქვა პირველ საუკუნეში და რომ მოხდა მერე აღწერა.
ლიბერალური თეოლოგები არ იზიარებენ იმას, რაც წერია ბიბლიაში. ამახინჯებენ ბევრ რაღაცებს. ამიტომ რომ ახალგაზრდა როცა მარქსის წიგნს კითხულობს და ვერ გებულობს ვერაფერს, არ უნდა აღიაროს თავისი უმეცრება ამ წიგნთან მიმართებაში და ფანტაზიების კრებულად მიიჩნევს. ის არ ფიქრობს ამაზე, მისი უნწიფარობისა და მისი გონება შეზღუდულობისა გამო. და უფრო სეკულარული ლიტერატურით არის, მოდი ვთქვათ, კულზე ხელი დავიდოთ, თანამედროვე ცნობიერებისათვის ძალიან გაუგებარია ბიბლიური ჭეშმარიტებები. თანამედროვე ცნობიერება სრულად განსხვავდება პირველი საუკუნის ცნობიერებისაგან. პირველი საუკუნის ცნობიერებისთვის არაფერი არ არის მიუღებელი, რასაც იძახდა იესო ქრისტე. ისინი იმას კი არ იძახდნენ, რომ ეს სწორი არ არის. იძახდნენ, შენ არ ახარ ესაო, შენ არ ახარო. ათეიზმს კი არ უხვედრებდნენ საფუძვლად იმის ლაბა. ეჭვი შექონდათ, რომ ჩვენ ველოდებით, მაგრამ შენ ის არ ახარ. არ უარყოფდნენ მესიას, მესიის მოსვლას, არ უარყოფდნენ მეორეთ მოსვლას, არ უარყოფდნენ ღმერთის არსებობას. პირიქით ასრულებდნენ ყველაფერს. და მათი ცნობიერება სრულად განსხვავებულია ჩვენი ცნობიერებისგან. ჩვენი ცნობიერება ტექნიკური რევოლუციის საშუალებით ჩამოყალიბდა ისეთნაირად, რომ თვით ცნობიერება მკაცრად ეწინააღმდეგება ბიბლიურ ჭეშმარიტებებს და ისეთი კონსტრუქცია, ისეთი წყობა სიტყვებისა, რომელიც ბიბლიაშია, სრულად მიუღებელია ჩვენთვის. გვიჭირს წაკითხვა. ამიტომ საჭირო არის ცნობიერების ისეთ გაწვრთნა, ისეთ დონეზე დაყვანა, რომ აღქმული იქნას ბიბლიური ჭეშმარიტები როგორც რეალობა. და ახლა კაცი უყურებს ყოველ 24 საათი შოუ გადაცემებს, ინტერნეტიდან სისულელეებს, კითხულობს ბულვარულ რომანებს. უსმენს ამ გაუთავებელ ევოლუციური რაღაცა თეორიის მიერ მონაპოვარ ბოდვებს. და ცნობიერება ხო ჩამოყალიბდა. გაივსო ცნობიერება მნაგავით და როცა ესეთი ნაგავით არის ცნობიერება გავსებული, ამ წიგნს ვერ გვებულობ მე. მიჭის ამის წაკითხვა. თქვენც თუ ამის წაკითხვა ყველას ვის. განა თქვენ არ გიჭირთ, აი გიდგეთ და ჩავატარო, გადავშლით რომელიმე იმას და აბა თუ გაიგებთ რა წერია. ამიტომ არის რომ კომენტარები ადრე კი არ იყო საჭირო. აი მოსე 5 წიგნეულის კომენტარს არ საჭიროებდა იმ დროს. ესე იგი მე-15 საუკუნის ძველი წელთაღრიცხვა. კომენტარების გარეშე გებულობდა დავითი. სოლომონს კომენტარები არ ჭირდებოდა. არც ეზრას ჭირდებოდა კომენტარი. საერთოდ მსმენელს კომენტარი კი არ ჭირდებოდა. რა ცნობიერება იყო ეს ასეთი, რომ იღებდნენ ესე ამას. უბრალოდ ლაპარაკი იყო რაზე. ვიღებ, მაგრამ მიჭის შესრულება. ან გულგრილად ვაკეთებ. რაღაც აი წავახალტურე. მე სხვებს შესაძლებლობებს ვაკეთებ ესე, მაგრამ რაღაც ეცი დამეზარა და იმას ვერ ვასრულებ ესე რა. მოკლედ უგულოდ უსიყვარულოდ, უჯიგროდ ვაკეთებ ამას. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ. სამღვდელოება, ლევიტელები, ისინი აკეთებდნენ და ამ რიტუალებს მოწყინათ ამ რიტუალებს და დაიღალნენ. და ამაში იყო რომ ღმერთმა მას დაუპირისპირა უკვე წინასწარმეტყველების ინსტიტუტი. თუმცა წინასწარმეტყველები ადამიდან მეშვიდე ენოქი, ეს წინასწარმეტყველი აბა ვინ არის? ეს აბრაამი, მოსე, როგორც ინსტიტუტი უკვე ყალიბდება მე-11 საუკუნეში. პირველი არის ასეთი ამ სიტყვის პირდაპირ ინსტიტუციონალური გაგებით სამუელი არის. და რატომ იცით? იმიტომ რომ ესენი უნდა ყოფილიყვნენ მეფესთან დაახლოებული პიროვნებები, რომ თეოკრატიული მმართველობა ღმერთის აზრები მიეტანათ მმართველი წრეებისთვის. ეჭვი კი არ შექონდა მეფეებს. ამიტომ ამის პარალელურად სატანამ იმუშავდა ფსევდო ინსტიტუცია შექმნა წინასწარმეტყველებისა და გაუთავებელი ბრძოლა მიდის. ნახეთ, სატანა ყოველთვის სარგებლობს ღმერთის ჭეშმარიტებები და მას ამახინჯებს. თუ შემოიტანა ისევ ეს ინსტიტუტი ღმერთმა, სატანამ ისეცხე ეს მანდ და შექმნა ფსევდო ინსტიტუტები, ფსევდო წინასწარმეტყველები და არმია იყო. გაიხსენეთ, რამხელა არმია ყავდა ფსევდო წინასწარმეტყველსა ჩრდილოეთის სამეფოს. თითქმის ყველას ყავდა წინასწარმეტყველი. მაგრამ ამ ცრუ წინასწარმეტყველთან ნამდვილებინ იყო და ცოცხალი ღმერთის აზრი ვის მოქონდა? ზუსტად ის არის შეტანილი ძველ აღთქმაში 16 წინასწარმეტყველი. ქართულად ზუსტად არ ასახავს ეს იმას, რაც გულისხმობა ბერძნულში, ებრაულში და რუსულში პროროკები რო არის და შეიძლება ვთქვათ ეს ამავე დროს რუსულსაც პროროკი. წინასწარმეტყველი ცოტა შეზღუდული ის არის დახასიათება. ცოტა გაცვეთილიც არის. ეს უფრო ისეთი რამეა ეს პროროკი და ეს არის ისეთი პიროვნება წამოყენებული გარკვეული წრიდან. არა როგორც კაი პიროვნება განათლებული. ეს ღმერთის პრეროგატივა ირჩევს ვიღაცას და ჩემი სათქმელი შენ თქვი. და ლაპარაკობს ღმერთის პირით. აი იმიტომ არის მუდამ აი უფალი ამბობს ღმერთი იძახი. არასოც არ იძახს მე ვიძახი. გამონაკლისი ორი წინასწარმეტყველია. დანარჩენები ამ 16-დან 14-ის მათი პირად ცხოვრება ჩვენ საერთოდ არ ვიცით. ვინ იყვნენ, რა იყვნენ, ბიოგრაფიები არ ვიცით. ეს ორი ნაწილობრივ გამონაკლისი რო ვთქვი, ეს არის ირემია და ოსია. დეტალები არის. ისაიაზე ნაკლებად არის გაკვეთ აქცენტებია დასმული. და ის რომელიც მიჩნეული არის ესეთი გამონათქვა რომ ეს გადახერხეს და რაღაცა ეს შეიძლება იყოს კაცრად ესეთი მეცნიერული მას მოკლებული არის მტკიცებას. ეს უფრო ან ლეგენდა ან რაღაცა. ბიბლია არ ადასტურებს ამას. ცნობილია რომ ისაია დაიმალა რომ დევნიდან ხის უზარმაზარი ხის ბუღუროში გადახერხეს ისო. თუმცა მეტაფორულად ისაიას ნაწარმოები ბევრჯერ გადახერხეს ლიბერალმა თეოლოგებმა. ეს მაგის სიტყვებია. ბოლო უკანასკნელი არის თქვი.
ეს არის მიზეზი, რატომ არ იღებს ადამიანი თქვათ მას, იმიტომ რომ ერთადერთი დოკუმენტი საბუთი, რომელიც ძველი მით არის, როგორი სტილი ნაწერი, ეს ხომ სამენაზე არის, ცოტა არის რა თქმა უნდა არამეული, ისეც მარტო დანიელის იმაში არის ეს, გამოყენებული ესენა, ხო ქალდეველული ენა და არამეული ენა. ზოგადად ებრაული, ძველი ებრაული არის, არამეული და ბერძნული. სამი ენა არის გამოყენებული და მთელი ძველი აღთქმა თითქმის ძველ ებრაულ ენაზეა და ახალი აღთქმა ბერძნულ ენაზე არის ნათარგმნი. ესა დაწერილი. ისეთნაირი მეტაფორები არის, ისეთნაირი შედარებებია, ისეთი რომ თანამედროვე რომელი ეპოქაშიდაც ეს იწერებოდა, კომენტარი კი არ ჭირდებოდა იმას. იღებდა ამას რა. მოკლედ მისი ცნობიერებისთვის ეს ყველაფერი ადვილი ასაქმელი იყო. და ჩვენი ცნობიერება ხო განსხვავდება, აი კოსმიური ცნობიერება, რაკეტა და ტანკები და იარაღის სხვა საშუალებები, აბსოლუტურად სხვანაირია ჩვენი ცნობიერება. აი ამიტომ საჭიროებს, აი ამას კომენტარების სიმრავლე რამ განაპირობა. თანდათან რომ ადამიანის ცნობიერების დეფორმირება და შეცვლა ხდებოდა. ესე იგი, ან უფრო სწორია თქვა, შევსება ცნობიერებისა თანამედროვე რაღაც ტექნიკური განვითარების შედეგად. და მართლაც აფეთქება დაიწყო შუა საუკუნეებში, ხომ? დღეს ადამიანის ცნობიერება გადატენილი არის სისულელეებით. უცებ გივარდება ესეთი წიგნი და იმდენად ძველი არის ფორმებით, სახეებით, იგავებით გაუგებარია. ზღაპრული ელემენტების იმას ტოვებს. წინ წლებში ჩავსვათ ზღაპრული ელემენტების. და ამიტომ აღიქვა მაგალითად მითოლოგიურ კრებულს ზღაპრების სასწაულების. ამიტომ არის საჭირო აქ მოქნილი ცნობიერება, ღმერთი აღადგენს მისიონერებს, მისიონერი სიტყვა ნიშნავს ღმერთის სიტყვის განმარტებელი, ასე აღემატელი გაგებით და არა ის ერთი ადგილიდან მეორეზე რო წავა. ყველა ეპოქაში ღმერთს ასეთ ხალხი ყავდა. შუა საუკუნეებში, მე-20 საუკუნეში, 21 საუკუნეში წავს. ცოტანი, მაგრამ არიან. ამას ეწოდება მისიონერი. მისია სიტყვა არ არის ქართული. წარგზავნილი. ფიზიკური გაგებით კი არ არის წარგზავნილი, ცნობიერებით წარგზავნილი. ესე იგი, შენ რო გაგაქვს ღმერთის ცნობიერება სხვისთვის, მიგაქვს მის გასაგებ ენაზე რო ლაპარაკობ. ასეთი მოქნელი ცნობიერება არის, თქვათ, ინგლისური, გერმანული, ფრანგული და თუ ქართველიც იქნება კიდე ასეთი. ყველა ერში არის ასეთი. 20 იქნება 20 თუ მიიღებენ და 20 პიროვნებაც თავის ენაზე ამ ცნობიერების გათვალისწინებით მიიტანს ამას. მისიონერები ყოველ ეპოქაში იყო, სანამ დედამიწა იარსებებს, მისიონერი იქნება. ისეთი გაგება მისიონერების ეკონომიკური, ეგეთი პრაგმატული და ცოტა იმასთან რო არის, პროფესიული, ეს არ არის სწორი. დღეს სწორედ ამის მოწმენი ვართ ჩვენ. და აქაც სატანა ტვინსურებს თელი რაღაცებს. აი უამრავი კომენტარებია, ხო უამრავი. რატო ხდება კომენტარების სიმრავლე ასეთ დონეზე, რატომ არის? იმიტომ რომ ყოველი საუკუნის რაღაცა დეკადები სავსე ახალ-ახალი მეცნიერული რაღაცა აღმოჩენებით, რომელიც ეს ცნობიერებას ცვლის და ბრიცავს. აგერ იქით ბიოლოგიური რაღაც აღმოჩენები, DNK რაღაცეება. თლიანად თანდათან ადამიანების იმაში თეოლოგიური ცნობიერება შეიცვალა ემპირიული სატანური ცნობიერებით. და სატანური ცნობიერება გაბატონდება რა, უკვე სატანა იღებს პირველობას და აქ ესეც არის ნაწინასწარმეტყველება ბიბლიაში, რომ ის მოდის პირველ რიგში. და დედამიწაზე ხდება კატასტროფა. კატასტროფა იმიტომ ხდება დედამიწაზე, რომ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა სატანას მიიღებს როგორც ღმერთს და იწყება დიადი ურვის ხანა. მანამდე ესაიასთანაც არის აღწერილი, ესაია ხო გითხარით, ისე სხვათა შორის ესაია არის უნიკალური წიგნი არის, რა თვალსაზრისით, ეგეთოთ რამოდენიმე ეს დამთხევა არ არის. კონსტრუქციულად წიგნი ისე არის აგებული, რომ მთელი ბიბლია არის მინიატურაში. მთელი ბიბლია ორ ნაწილად იყოფა, ძველი და ახალი აღთქმა. ერთი არის 39 წიგნი, მეორე 27. სულ არის 66 წიგნი. ისაიას წიგნი არის 66 თავი. იყოფა ორ ნაწილად. პირველი 39 თავი და მეორე 40-დან 27. პირველი აღწერს კანონს, ჯულს, ძველი აღთქმა რაც არის, მეორე მადლი და ხსნა. ახალი აღთქმაც ეგ არის. მერე 66 ჯერ არის ზუსტად ციტირებული ისაიას ახალ აღთქმაში, 66 ჯერ. 85 ჯერ ირიბად არის ციტირებული. მერე 20 ჯერ პირდაპირ არის ნათარგმნის ახალი აღთქმის 20 წიგნში პირდაპირ არის ციტირებული. არა პირდაპირად კიდე ახალი აღთქმის 20 წიგნში არის ციტირებული. ეს პირველია ციტირებაში. ფსალმუნი ეს მოდის. ეს შემთხვევითი არის. სიტყვით არის ციტირებული რომაელებში ისაიას 65 და 66 თავებში. თუ მიაქცევთ ყურადღებას, პარალელები რატომ არის ბიბლიაში, ცით? როგორ ადამიანის ცნობიერებას არ შეუძლია ცით მიადევნოს თვალი თელ რაღაცეებს, სტუდირება საჭირო, ჩაწერო რაღაცები და გააიოლახეთ და გაითვალისწინე რა ღმერთმა შემდგომი ეპოქებში ცნობიერების აი ესე გადატვირთულობა წარმოაჩინა ისეთი ადამიანები, რომლებმაც ასეთი რამე გააკეთეს, დაიყო ბიბლია ნაწილებად, თავებად, პარალელებად. მერე ამას დაადევნეს კომენტარები. კომენტარები არ არსებობდა მანამდე.
ყველა თავისუფლად იგებდა თელერიგ რაღაცებს. თანდათან დაიწყო კომენტარები 1, 2 საუკუნესა პირველი ახალ თქმაც დაედევნა პირველი მომენტალურად გახდა კომენტარები უпроსტად განა ბუნდოვანი აზრების განმარტებლები ამ სახით პირველ საუკუნის კომენტარებს მე ვერ უწვა ესენი იყვნენ ესეთი ინტერპრეტატორები. კომენტატორი სხვა არის. კომენტატორი ნიშნავს ჩემი ცნობიერება ამ სიტყვას ვერ გებულობს და ხელს მიწყობ რომ მიმაახლო ამ სიტყვასთან. ინტერპრეტატორი ნიშნავს აი ეს თავისებურად რო გაიგო მე შემომტენოს. შენ როგორც გაიგე, იმას მტენი მე. შენ გაგებას მთავაზობ. კომენტატორი როცა თავის გაგებას მთავაზობს, კომენტატორი არ არის, ინტერპრეტატორი არის. ამიტომ განვასხვაოთ კომენტატორები და ინტერპრეტატორები. კომენტატორები აუცილებელია დღევანდელ ეპოქაში ჩვენი ცნობიერებისათვის. პიროვნება, რომელიც ესეთი ადამიანები დაიბადა, რომ კომენტარს ახდენენ ძველ აღთქმისას, ახალი აღთქმისას, იმიტომ არის საჭირო განპირობებულია იმით, რომ თანამედროვე ცნობიერება სრულიად განსხვავებული ცნობიერება, ვიდრე მოსეს დროს ცნობიერება. ცნობიერება იცით რომ იცვლება. ცნობიერება ეს იდეალური მოვლენაა და ცნობიერების ცვლაზე გავლენას ახდენს ემპირიული სამყარო, ფენომენები, გაბატონდებიან და არ ჩანს. ფიზიკურად შეიძლება ჩვენ არ ვიცრები, ისე ვის ადამიანი ვართ, რაც იყო ადამიანის დროს სხეულით, იმით განსხვავებული არა ვართ იმასაც 2 ხელი და 10 თითი ქონდა ჩვენსა ვართ. ამ ხრივ არაფერი უცვლელი არ არის, მაგრამ შიგნით ცნობიერება ის იდეალური რაც არის, ადამიანის დროინდელი ცნობიერება დღეს სხვა ცნობიერებაა. ეჭვის ქვეშ არ დააყენებდნენ, რომ ღმერთი არ არის. კაენს ეჭვის ქვეშ ეს კი არ დაუყენებია. არ იღებს იმას. ებუტება. აუჯამდა ღმერთს. კაენს არ უთქვია რომ ღმერთი არ არის. აბელისა და კაენის ორი ტიპი ეს იმის წარმომადგენელი როა. ამ ორიდან არც ერთი არ არის ათეისტი. ერთიც თეისტი არის, მეორეც და ორივეს თავში არ მოუვა. რო თქვას რომ ღმერთი არ არის, ფანტაზია გავქრები. კაენმა იცის რომ ღმერთი არის, ავტორიტეტია. უბრალოდ მის მითითებებს არ უჯერებს. აბელი დამჯერი არის და მიყვება. ამიტომ ქრისტიანობა საერთოდ რწმენა სწორედ არის მორჩილება. მთელი ბიბლია მორჩილება არ არის. დღეს კიდე 21 საუკუნის შევედით ისეთ ფაზაში, რომ მორჩილება კი არა, არ იღებენ, არ არის, არ მელაპარაკო. რა არიღებს იცით ამას? 21 და 20 საუკუნის თანათანობით აღორძინების ეპოქიდან რომ ნელ-ნელა დაიწყო ჩვენი ცნობიერების ფორმირება, განპირობებული იმ ემპირიული მეცნიერული ერთობლიობით, რომელიც ჩვენ წინ არის. გავსებულია ჩვენი ცნობიერება ამით. დადეთ წიგნიდან ნახეთ, როგორ უჭერს ყველას ამის საკითხვა. აი როგორც მაგალითად რუსთაველის საკითხვა რატო უჭერს დღევანდელ ქართველს? ხო არის განათლებული. 10-დან 9 ვერ წაიგითხავს რა წერია იქ. საჭირო არის ფილოლოგ განმარტებლების სიტყვისა. თავის დროს 12 საუკუნეში იყო ჩვეულებრივი ენა. წერა-კითხვის უცოდინარსაც რო წაუკითხავდნენ, გებულობდა რა ეწერა მანდ. იღებდა ამას. და ეს იყო საკითხავი წიგნი. ეს არ იყო მკვდარი წიგნი. ეს იყო მართლაც ლიტერატურის მწვერვალი 11-12 წუთი დიდხანს ეს ხელიდან ხელში გადადიოდა. გებულობდა ყველა ამას. ტყებებოდნენ ამით. დღევანდელი ახალგაზრდა ამას ვერ კითხულობს. ვერაფერს ვერ გებულობს მან. საჭირო არის განმარტებელი, საჭირო ამის სხვა თანამედროვე ენაზე გადათარგმნა. გადათარგმნა ამას ცოტა ვერ ვიღებთ. მოკლედ ცნობიერება მაინც არიღებს ამას. უფრო მეტი ესთეტიურ ტკბობასაც ვერ განიცდის. გამოგითხეთ 10-დან 10-ე მგითხრას რომ ეს მე არ ვიცი. და არც მაინტერესებს. იცით რატომ? მათი ცნობიერება სხვა სტერეოტიპებით შეივსო, სხვა ხატებით, სხვა ფორმებით. ასე იგი ცნობიერება ჩამოყალიბდა სხვანაირად თანამედროვე გავრცელებული ლიტერატურას სიმღერებით. აი სიმღერასაც რაც შეეხება. დღევანდელი 21 საუკუნის ადამიანი, აი ახლა დააბადდება 20 წლის ბიჭი ავიღოთ ხო რომელიმე. ჩაურთოთ და ჩვენ მოვასმინოთ მაგალითად სინატრა იქნოთ რა. არ იღებს მაგას ეს ცნობიერება. მთელი პარამეტრებით ეს არის ხელოვნება. მთელი პარამეტრებით, ხო აიგო. პროფესიონალები რო დავაჯინოთ, იტყვიან რომ დიდი ასოებით ეს ხელოვნებაა. მაგრამ ამას არ იღებს უდიდეს უმრავლესობა. თავის დროზე ხო ყველა უიღებდა ამას. მასა. რა მოხდა? დაცულება ცნობიერებაში რომ ვერ უსმენს ადამიანებს. სამაგიეროდ ჩართული 24 საათიან ხმაურს შევლენ ბარში, ჯაგაჯუგი. ამას იღებს როგორც აი რაღაცა სიამტკბილობა. ხვდებით რა არის? ცნობიერება იდეალური მოვლენა რო ამაზე ვლაპარაკობ. ეს იგი ცნობიერება ექვემდებარება შეცვლას. და არა მარტო ცნობიერება, ჩვენი სხეულის ექვემდებარება შეცვლას, უბრალოდ გარკვეული დროის მერე ეს სხეული შეიცვლება. მაგრამ ამას უნდა რაღაცა დრო უნდა გაიაროს, უნდა დავტოვოთ ეს სამყარო. გამონაკლისი იყო რამოდენიმე ბიბლიაში, რომ არ დაუტოვებია სამყარო, ისე შეიცვალა ყველაფერი. ისე შეიცვალა სხეული მაგალითად, ილიამ, ენოქმა, ენოქი იცით ადამიანიდან მე-7 ის არის ეს პატრიარქი, შეიცვალა მან სხეული. ხო ფანტასტიკა არის. შეუცვლელი სხეულით როგორ შეიძლება ამახვთ? იესო ქრისტეს რო ეს სხეული, განდებული სხეული აღდგომის მერე თუ იგი მას მიწიერ ემპირიული სხეული დარჩებოდა, როგორ ხდებოდა ამაღლება? თანამედროვე ფიზიკური კანონი, აი ესეთ რამეს იძახის, მიზიდულობის მსოფლიო კანონი, ჩვენ გვიზიდავს, რათა არ ამოვარდეთ დედამიწიდან. და მიზიდულობის კანონია, რომ ქმნის ეფექტს ილუზორიულს, რომ თითქოს ყველაფერი გაჩერებულია. ამიტომ საჭირო იყო ამის დარღვევა. თუ ჩვენი სხეული დაქვემდებარებული ფიზიკურ მიზიდულობის კანონს იესოს ესეთი ექნებოდა, ის ცად ვერ ამაღლდებოდა. ხალხი უყურებდა როგორ მიდიოდა ზემოთ ის იზიდავდა აი ეს სულიერი კანონები იმ ტრანსფორმირებულ
სხეულს. სული კი არ იყო აბსტრაქტული და თქვა კიდევაც, მაგრამ გარკვეული დროით 40 დღე ის იყო თავის მოწაფეებთან და მიდიოდა მაგარი განსწავლა. ხარობდნენ ისინი და მთლიანად მე გააცილეს. აი როგორც ჩვენ სადგურში მატარებელზე ვაცილებთ ახალგაზრდას ან თვითფერნავში. აი ესე აცილებდნენ, როგორ ჩაჯდა ის თვითფერნავში, ამ ტერმინით რო გამოდა, უყურებდნენ როგორ მიდიოდა და ხალხი უყურებდა, რას უყურებთ ერთი ანგელო. ეს ისევ დაბრუნდებაო. ის მიდიოდა ზემოთ და მე თვალსაწიერს მიეფარა. ჩვენ თვალსაწიერს და მის ადგილზე უკვე იმდენად უცნაური რაღაცა შემოვიდა, რაც ველახტმაში არ იყო. თეული ადამიანის გვამში შემოდის სულიწმინდა და ფორმირება სახთანს ჩვენი ცნობიერებისა. თუ სულიწმინდა არ შემოვიდა, ჩვენი ცნობიერების ფორმირება არ მოხდება. ხდება ძველი ცნობიერების გამყარება და ამ ძველ ცნობიერებაზე იძულებით ქრისტიანული პრინციპების შემოსვლა. ამას ეს ცნობიერება არ იღებს და ბოლოს მაინც ჩამოიყრება. ამიტომ არის საჭირო გარდაქმნა. ეს ქრისტემ გითხრა და ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, წმენაზეა მარტო და ვიწამო და შემოვიდეს. ის კიდე ჩუმად მუშაობს. ასე მუშაობს რა ჩვენი ცნობიერებიდან იდევნება ისეთი სუროგატები, ისეთი სტერეოტიპები, რომელიც ხელს უშლის საღვთო წერილის ახმას და უკვე ეს ცნობიერება პირდაპირ როგორც ჩვილი ბავშვი დედის მტერს ეტანება შიმშილისა გამო, ასე ითხოვს ახალი ცნობიერება საღვთო წერილის კითხვას. ამით მიხვდებით, როცა ძალიან დიდი დოზით სურვილი გაქვთ წიგნის საკითხვისა ან მოსმენისა ადამიანსა დახარბებული ხართ, დაბადებული ხართ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ერთხელ იძულებით გააკეთოთ, მეორე და ბოლოს მოგწყინდეთ. ენთუზიაზმი გახსოვთ სტუდენტებს პირველ კურსზე ყველას აქვს, მეორე კურსზე ნელ-ნელა ცივდება და ბოლო კურსზე 10 კაცი რჩება. და ისაც რო გამოდის მოწყენილია იმდან რომ გადაყრეს წიგნებს. ბიბლიასთანაც მისულა ბევრი აღფრთოვანებით, მაგრამ ძველი ცნობიერებით აღფრთოვანებული კაცი გაიმარჯვებს ძველი ცნობიერება და ის რაც მიწეპებული გაქვს, გახმება და ჩამოიყარება. ამიტომ ბიბლიაში ერთადერთი რაც მთავარი არის, ის არის გამოტოვებული, ეს არის სულიწმინდა, როგორ ახდენს ჩვენ ცნობიერებაზე ფორმირებას და როგორც არასდროს დღეს სჭირდება. პავლეს და პეტრეს ისე არ სჭირდებოდა, იმიტომ რომ არც ტელევიზორი ქონდათ, არც მედია საშუალებები, არაფერი არ იყო იქა. სისულელებით არ იყო საუკუნე დაკავებული. დღეს გადახედეთ, ყოველი დღე ეს არის სენსაციების თენდება შეხვალთ ახალ ამბები მსოფლიოდან. ახალი სისულელები, ახალი ექსცენტრიკული რაღაცები, ჭორები. მე გინდა არ გინდა ეს მოდის და ჩვენი ცნობიერება ივსება ამ ხატებით. და გარკვეული გაგებით, რატომ მუშავდება ესე იგი? დააკვირდით, ბერობის ინსტიტუტი მე-15 საუკუნეში კი არ იყო ძველი წელთაღრიცხვით. ბერობის ინსტიტუტს ადგილი ეცემა როდის? შუა საუკუნეებში. რატომ? შუა საუკუნეებში უფრო და უფრო უკვე მოდის ისეთი ტექნიკური რევოლუცია მოდის, ახლა ყოფიერება თავის მრავალფეროვნებაში თავი იჩინა ამან და შესაბამისად ყალიბდება ბერობის ინსტიტუტი, მეშინი ამას შეტევა და გარბიან. რა თქმა უნდა, ბიბლია ამას არ გვეუბნება, ეს სწორია. მაგრამ ვერც გამომტყუნებთ რატო გარბიან. ცნობიერების დანაგვიანებას გაურბიან ეს ხალხი. ამას უკვე ეძლევა ინსტიტუციონალური ხასიათი, რაც სწორი არ არის და დამახინჯებულ ფორმას იღებს. იმიტომ რომ სატანა იქაც შევა. იმიტომ რომ ინფორმაციას ხო სატანა აკეთებს ამას, როგორ სადამემალები. თუ შენ იქ გახვალ, მე მოგაკითხავ. ამიტომ გაქცევა ბერობა კი არ არის გამოსავალი. ცნობიერების შეცვლა და ცნობიერების შეცვლა ჩემზე კი არ არის დამოკიდებული. დამოკიდებულია სულიწმინდაზე. ახალი აღთქმა სწორედ ეს იყო. სულიწმინდის შემოსვლა. ძველ აღთქმაში სულიწმინდა არ იყო ისეთი დონეზე, რომ ყველას ქონოდა ურთიერთობა პიროვნული ღმერთთან. ახალი აღთქმა მის მოიტანა, რომ პიროვნული ურთიერთობა, ინტიმური ურთიერთობა გახსნა იესო ქრისტემ ნებისმიერ ადამიანს ღმერთთან. საჭირო აღარ არის, თქვათ, ჩვენ დაუჯერეთ ბოთე ვიღაც მოხდელებს. აი ეს არის მაგარი რამ. ეს არის სიხარულის მომგვრელი. ჩვენ ღმერთისათვის დამოკიდებული კი არ ვართ მოხდელებთან. ჩვენ აღარ ვცნობთ ამისთვის, ჩვენ ადამიანებს ვიღებთ და პატივს ვცემთ. მაგრამ ღმერთზე ინფორმაციას მე ამ მოხდელისგან არ ავიღებ. მე ავიღებ საღვთო წერილიდან. ამისათვის საჭიროა ჩემი ცნობიერების შეცვლა. ვინ უნდა შეცვალოს? იესო მითხრა მიწამე და სულიწმინდა შემოვა შენთან. საჭირო ამის რწმენა. ხო გულიც, აი მორჩილება და მიყვები ამას შენ, იცით რა კარგი რაღაცაა, როცა ამას ეცნობით, რატო ვარ მე მოხებულული. გიჭირს, იმიტომ კი არა რომ სურვილი არა გაქვს. შენი ცნობიერება უკვე მთლიანად დაბრეცილია და მეც უფლება შემოვიდეს, არაფერი არა, რომ წაიკითხო ეგ. ჯერ გული უნდა გქონდეს გაგიწეს. გააქვს ეგა? გული გაგიცივდა, ცნობიერება შეიცვალა, გული გაქვავდა. გული უფრო ფეთქავს წუთის სოფლისთვის. ცნობიერება აღიქვამს წუთის სოფლის მიერ შემოტანილ სტერეოტიპებს, ხატებს. ამით არის სავსე და ამის მერე ბუნებრივია იტყვი იმას, რომ ღმერთი არ არის. ან კიდე იტყვი ღმერთი არის, მაგრამ ჩემი ბური, ხო? წარმართული რაც თქვათ ძველი აღთქმის ეპოქის სახელმწიფოებს ქონდათ ესეთ რწმენა. კომენტარებიც კიდე, როცა ვიძახით, კომენტარები, კარგი კომენტარი, რომელიც განმარტავს ჩემთვის, ჩემი ცნობიერებისთვის ჯერ გაუგებარ ადგილებს, ეს მისარებია. მაგრამ ინტერპრეტაცია რო შენ თავაზობ, შენ ესე გაიგე და ეგ მგინა თუ არა ესე გავიგო მე,
ეს სწორი არ არის. თორემ გამგები არის სულიწმი და ღვთივსულიერია მთელი წიგნი, ამისთვის საჭიროა თანდათანობით მოვახდინოთ გაწმენდა. სახლს ძველი ნივთებისგან თუ არ გავანთავისუფლებთ უვარგისი ნივთებისგან, ახალს ვერ შემოვიტანთ. სახლი ამ ნაგავისგან იწმინდება, სუფთავდება და შემოდის ახალი ნივთები. ცნობიერებად სახს აგავს. თუ არ გადავყარეთ ის ხატების შეხედულებები, რომელიც გამყარებულია ჩვენთან, აღქმა ბიბლიისა არ მოხდება და დაშენება კი ძველი ნივთებით ახალი რო შემოვა, იცით რა კონტრასტი იქნება? დახეული სკამი და უცებ მოიტანეთ სავარძლები. დანგრეული ტელევიზორი და კაი ტელევიზორი. გააჩერებთ, გინახიათ სახში ეგეთი რაღაცა, სარდაფებშია. არ შეიძლება შევათავსოთ ერთად ჩვენ ცნობიერებაში ძველი სტერეოტიპები, ხატები და ბიბლიური ჭეშმარიტები. გამორიცხულია. ყველა ვარიანტი ძველი გაიმარჯვებს. იმიტომ რომ ის გამყარებულია. ის დგას. შედარება ხეში არის, მაგრამ მე მგონი მიგანიშნეთ რაზეა ლაპარაკი. ცნობიერება კი არ არის მატერიალური რამ. აი ეს კამი მატერიალური და ბოლო-ბოლო გადააგდებ ნერვს აგიშლის, მაგრამ ცნობიერებას ხედავთ. შენივთებული ხარ ამასთან. მაღალ დონეზე გამიგეთ და ისეთ დონეზე არის ეს შენივთება, რომ გენანება ამის გადაგდება. თუმცა ბევრს მატერიალური ნივთის გადაგდებაც ენანება. ძველი ტანსაცმლის გადაგდება ეზარება ადამიანს, წავა დააკერებს, მაინც ჩაიცნებს. ხო არიან ასეთი ძალიან ბევრი ადამიანები. ძველი ნიკოლოზ დროის მანქანებით დადიან. აი ეგრეთ წოდებული შემგროვებლები არიან ფირფიტების, რომელიც საჭირო აღარ არის, არის კოლექციონერები. უცნაური არის რა, ადამიანს აქვს ესეთი რამე. იქ დარჩა მასშიზის. თლიანად ქვეყანა კიდე როგორ არის, აი ძველი ნაგებობები არ დავანგრიოთ, ვაიმე როგორ განიცდიან. ეს არაბიბლიური, არასწორი არის. არანაირად სწორი არ არის. და ამას არქმევენ პატრიოტულ მოტივებს. პატრიოტიზმი, როგორც რელიგიური დოქტრინა ისე შემოვიდა ემპირიულ იმაში და ძალიან ბევრი დაავადდა ამით და აფერხებს როგორც ჩვენ სულიერ გაიმთავრებას, ასე მატერიალურ ეკონომიკურს. ყველა პატრიოტული ქვეყნები ეკონომიკურად ჩამორჩენილი არიან. და რა ვიცი აქ რა არის საწყენი, რა არის მიუღებელი. ეს არის მსჯელობის საკითხი, განჯის საკითხი. საზოგადოება უნდა დაჯდეს, უნდა იმუშაოს და ერთხელ და სამუდამოდ ყველაფრისგან გამთავისუფლდეთ, რაც ხელს გვიშლის ჩვენ განსაკუთრებით, უნდა გამთავისუფლდეთ ისეთი რაღაცებისგან ღმერთის შემოსვლას რო უშლის ხელს. თავარი არის ჩვენ ცნობიერებაში ღმერთის შემოსვლა. პირველი ეს არის და მე ეს დაალაგებს. რა გვიყვარდეს, რა არ გვიყვარდეს, რა არის პატრიოტიზმი. ღმერთია განდევნილი და სამშობლოს სიყვარული ღმერთის გარეშე, ეს ხო კრახით თავდება. აბეთ საქართველოს. ღმერთის გარეშე უყვართ საქართველოს, ყველაფერი თავზე დაემხო. შორს რო არ წავიდეთ, ბოლო 25 წელი ნახეთ. ეს ხო ერთად აღებული ყველა პატრიოტია მათ. ვინმე არაპატრიოტული ბერძენიშვილს არ უთქვია, რომ დაიქცეს საქართველოს და არ მიყვარს საქართველოს. ეგეც პატრიოტი. ამიტომ დავყოთ პატრიოტები, მაგარ კოჟოჟად და არა კოჟოჟად, სიტყვა პატრიოტებში მოვაქციოთ ყველა სამშობლოს სიყვარულს ნიშნავს და ეს გამოიხატება ვერ შევამოწმებთ რითი სიტყვით. მეც ახლა რითი ახლა საქმე მოვიდა, რა საქმე გააკეთოს ახლა თოხი გაიდოს და სიყვარულს დაამტკიცეთ, რომ ყველა ანაში თოხნა დავიწყოთ. ეს არის სისულელე. ჩვენ პირველ რიგში გვჭირდება ცნობიერებაში ღმერთის შემოსვლა. ისე სამშობლოს ვერ ავაშენებთ დროებით. და გლობალური სამშობლო ის პლანეტაა, რომელზეც ჩვენ ვზივართ და ეს დაშლიგინოს ზეთქვით, რომელიც ერთ ჩვენი ერთ დღეს გარდაიქმნება, მეორე ჩვენი ერთ დღეს დაიწვება. ელოდება ამას უდიდესი უმრავლესობა აი ცნობიერებას, რომელიც სიცოცხლეში ველოდებოდა ამას ცნობიერება შეცვლილი, სულ აღორძინებული და გარდაცვლილი. ისინი აუცილებლად მოესწრებიან მეორეთ მოსვლას. თუ ის ხალხი მეორეთ მოსვლას არ მოესწრო, 21 საუკუნისთვის ლაპარაკობს ისაია? ის ლაპარაკობს საუკუნეს დროის გარეშე არსებული ადამიანის, იმიტომ რომ ადამიანი არ იცვლება. ადამიანი ადამიანია, ფენომენი. ის ყველას კუთვნილება, ყველა დროის, ყველა ეპოქაში, იმიტომ რომ ღმერთის სიტყვა არის. ასე რომ ის გარდაცვლილი ხალხის ისაიას დროს, ვინც ამ რწმენით, ამას იღებდნენ მორჩილებით, რა თქმა უნდა, ყველას ადგილი აქვს ცათა სამეფოში იესო ქრისტემ, რომ ჩამოაყალიბა პირველ საუკუნეში. ის ყველა ხალხი მონაწილეობას მიიღებს. ვინც არ მიიღებს ამას, აუცილებლად გაიზიარებს იმას, რაც აღწერილია არათუ ახალ აღთქმაში, ძველი აღთქმის ახალ აღთქმაში, რომელსაც ისაიას წიგნს უწოდებ მე 66-65 თავი. წაიკითხეთ რა წერია მათ, ახალიცა ახალი დედამიწა. ეგრე წერია აპოკალიფსში. აპოკალიფსის წიგნი გახსოვთ ბოლო რა წერია? მე ეს ლიბერალი თეოლოგები რო იძახიან, რომ ძველი აღთქმის ღმერთი მრიცხანია, მათ და დავიწყებული აქვს ახალი აღთქმის აპოკალიფსი. აპოკალიფსში მე-16 თავი. წაიკითხეთ პირველი 10 მუხლი რა წერია? როგორი მრისხანება ღმერთისა, ერთი თასი გადმოიღვარა, მეორე, მესამე, რა მოყვება ამ თასების გადმოღვრას? ერთ შემთხვევაში რამდენი წყდება, რა დაავადებებია, მზის დაბნელება, მდინარეებში სისხლი. ის ღმერთი ძველი აღთქმის არ არის? ასე ნახეთ სატანა რას აკეთებს? არ კითხულობენ ამას და. ასე რომ ძველი და ახალი აღთქმის ღმერთი ეს ერთი და იგივე ღმერთია და ამავე დროს არის ძალიან მოსიყვარულე, მობიერი, შემწყალე. და რისხვა კი ეს ესეთი რამეა, მოდით ვეკამათოთ და შექმნა ასეთი ღმერთმა სამყარო. არ დაუჯეროთ? ესე არაფერი არ გამა. გინდა რომ გაიგო, მაშინ მოსმენაც ისწავლე, დაფიქრებაც ისწავლე.
შენ თავს ჩაუფიქრე და ნუ გაიმეორებ თუ ტყუში სხვის აზარს. აიღე წიგნი და გამოიკვლე. თუ ეხლა ამ წიგნს შენ ვერ კითხულობ, ეს სხვა პრობლემა არის. და გითხარით ზემოთ რა პრობლემაა ეს. კარგი, დავასე გაწყენთ თავს, ჩვენ გავაგრძელოთ მსაჯულების შესაბამისი თავები მე-15, მე-16 ისე უბრუნდებით ამ ისტორიულ გარემოებას, მდგომარეობას, საუკუნე გითხარით. მე-19 საუკუნე, მე-14 ძველი წელთა აღრიცხვით, საუკუნის თვალსაზრისით 1367 წლიდან იწყებს და გრძელდება 325 წლის მანძილზე ვიდრე 1053 წლამდე ძველი წელთა აღრიცხვით და სწორედ ამ მონაკვეთს ვსწავლოთ, ჩვენც ვინც ვსწავლოთ, რომ მდიდრდებით ყველანაირად პირიქით გააფართოვა ჩვენი ინტელექტი ამ წიგნთან მუშაობამ. თუ დააკვირდებით, ყველა თქვენთაგანი ლოგიკაც დახვეწავს და სპეციალობაც, რომელშიდაც ხართ, უფრო კარგი სპეციალისტი იქნებით. არ შეგიშლით ხელთ ჟურნალისტიკობაში ქრისტეს სიყვარული, არ შეგიშლით თუ ხართ იურისტი, არ შეგიშლით პირიქით, ამის გარეშე დაიღუპებით. ეს არის ჩემი შეგონება და არჩევანი კი თქვენ ზედამოკიდებული. გინდა მიიღეთ, გინდა მიიღებთ. წავიკითხოთ? ხო, ესე იგი, პატარა შესავალი სამსონი მე-13 მსაჯული, რიგით მე-13 მსაჯული და გითხარით რომ ზოგან 12-ია, ზოგან 13, ზოგან 14, ეს იმაზეა დამოკიდებული, ვინ ჩათulis მაგალითად, თქვა აბიმელექს მსაჯულად, ვინ ჩათulis ბარაკს მსაჯულად, ძალიან ბევრი, თქვა ართულის მსაჯულად, აბიმელექს მათ რიცხვში მეც ვარ, მეც ართული ამას უზურპატორი იყო, გედეონის შვილი, ესე იგი და ეს ამოგდებულია რა არის 13. ეხლა 13 რატომ ბარაკი ზოგიერთებმა ჩათვალეს მსაჯულად, ზოგმა არა, ნუ დებორასთან ერთად რო იყო. მეც რა თქმა უნდა ვთვლი ამას მე-13 და ვამატებ კიდე მე-14 სამუელი რო მე და შეიძლება მას ილიაც ეს უკვე მეფეთა წიგნებში 1053 წელი ძველი წელთა აღრიცხვით. რიგით ესე იგი მე-13 მსაჯული ამით გავყვეთ და ეს არის სამსონის ისტორია გვახსენეს აქ სამსონის სახელიც რო ეს არის ქართულად მზეჭაბუკი შეიძლება თარგმნოთ პატარა მზე ან მზეკუნა ან სოლნიშკა რუსულად ხო მე მამამისი აქ ერთ-ერთი გაგებჩიში ყოფნას ნიშნავს სხვანაირად ამას კიდე სიწყნარეში ყოფნას სიწყნარს ნიშნავს ჩდილში მშვიდად არის ადამიანი სწორედ ორი გაგება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება მისი სახელი ესე იგი მანოხი ჩtildeში დასვენებას ნიშნავს ასევე შეხვდება პერსონაჟი დალიდა რომელიც მე ღალატობს თავის ქმარს სამსონს რომლის სახელი არის ნაზი სინაზე ამ დროს სინაზე სულაც არ არის ალბათ ეს სახელი მიანიშნებს მის ქალურ ამორალიზმს იგი ხომ მაინც ასე თუ ისე მეძავი ქალი იყო კაცებთან დაახლოებული და ესეც უცნაური არის სამსონის შეცდომები არის გათვალისწინებული და წარმოჩენილია სამსონი არ როგორც სრულყოფილი ადამიანი არამედ ღმერთის მოწყალება აქ ისეთი როგორ იყენებს ესეთ კაცს თავის საქმეებზე სამსონი ნაზარეველი უნდა ყოფილიყო დედის საშოდან მაგრამ მან ეს არად ჩააგდო და დაარღვია ბევრი შეცდომები დაუშვა ნაზარეულობა ნიშნავს მიძღვნილობა სიტყვით როცა დედის საშოდან იგი ღმერთისთვის იყო მიძღვნილი განწესებული და ამიტომ ნაზარეველს არ უნდა დაელია არ უნდა ეჭამა ისეთი რამ რაც თრობასთან არის მაგალითად ქიშმიში მაგალითად თაფლუჭი ესენი არ უნდა ეჭამა გაკარებოდა გვამს, ყველაფერს ამას არღვევს სამსონი. შემდეგ თმა არ უნდა გაეკრიჭა, რომ რაც შეიძლება უფრო ესეთი წარმოიჩინეს. სხვადასხვა იესო ქრისტეს ნაზარეველი, მიძღვნილი ხო და მართლაც სხვა შეწირვა გააკეთა მან, ხო მთელი კაცობრიობის ცოდვები აიღო თავის თავზე და გამოისყიდა ჩვენს ამით არის იგი ჩვენთვის საყვარელი არსება და ამიტომ იესო ყველას პირზე აკერია, მაგრამ ბევრმა არ იცის მაგრამ გააკეთა და ვინ იყო ეს იესო. მთელი ეს წიგნი, კლიანად წიგნი, ბიბლია, ამაზე გვიყვება. ეს არის მთავარი მოქმედი პირი და საყვარელი არსება ჩვენთვის. უნდა გავყვეთ ამას ხელი ჩავყიდოთ, შევისწავლოთ, რათა მე სიბერი რომ მოვა, მოვიდეს ხელი ჩავყიდოს და გადაგვიყვანოს თავისთან. თუ მაგი არ მოვიდა და ხელი არ ჩავყიდა, ვაი ჩვენს თავს. ღმერთმა აგვაცილოს ის რაც მე ბოლოში ვთქვი და ყველას გისურვებთ ხელი ჩაკიდებული იესოსთან გადავიდეთ მარტივობაში. დავაგრძელოთ მე-15, მე-16 თავი და დავუთმოთ ადგილი სხვასაც. თავი მე-15 გამოხდა ხანი და პურის მკისდროს წავიდა სამსონი თავისი ცოლის სანახავად და ერთი თიკანი წაიყვანა. თქვა: შევალ ჩემს ცოლთან, სანთიობოშიო, მაგრამ ქალის მამამ არ შეუშვა. უთხრა ქალის მამამ: მეგონა გული აიყარე მასზე და შენს მაყარს მივათხოვე. აი უმცროსი და მასზე ლამაზია, ეგ წაიყვანე მის ნაცვლად. უთხრა მათ სამსონმა: ხომ მართალი ვიქნები ფილისტიმელებთან, ავი საქმე რომ დავმართო? წავიდა სამსონი, დაიჭირა 300 მელა, აიღო ჩირაღნები, ორ მელას კუდები ერთმანეთზე გადაუსკნა და ზედ თითო ჩირაღდანი მიაბა. ანთო ჩირაღნები და შეუშვა ფილისტიმელების ყანებში. გადაუწვა ძნებიცა და სამკალიც, ვენახებიცა და ზეთისხილის ბაღებიც. თქვეს ფილისტიმელებმა, ვინ ჩაიდინა ეს საქმე? მიუგეს სამსონმა თიმნათელი სიძემ. რადგან ამ თიმნათელმა აიღო და მის მაყარს მიათხოვა მისი ცოლი. წავიდნენ ფილისტიმელები და ცეცხლში ამობუგეს მამაშვილი. უთხრა მათ სამსონმა: რა კი ასე მომეკეცით, ვერ მოვისვენებ, სანამ თქვენს ჯავრს არ ამოვიღრი.
მაგრად ურტყა მათ წვიებზე და თეძოებზე. მერე წავიდა და ყეტამის კლდეში ხეს შეაფარა თავი. წავიდნენ ფილისტიმელები, იუდაში დაბანაკდნენ და განივრცნენ ლეხამდე. უთხრეს იუდიანებმა: რატომ წამოხვედით ჩვენზე? მიუგეს, სამსონის შესაპყრობად წამოვედით, ის უნდა დავმართოთ, რაც ჩვენ დაგმართა. მივიდა 300 კაცი იუდადან ყეტამის კლდის ეხთან, მაგრად ურტყა მათ წვიებზე და თეძოებზე. მერე წავიდა და ყეტამის კლდეში ეხს შეაფარა თავი. წავიდნენ ფილისტიმელები, იუდაში დაბანაკდნენ და განივრცნენ ლეხამდე. უთხრეს იუდიანებმა: რატომ წამოხვედით ჩვენზე? მიუგეს, სამსონის შესაპყრობად წამოვედით, ის უნდა დავმართოთ, რაც ჩვენ დაგმართა. მივიდა 300 კაცი იუდადან ყეტამის კლდის ეხთან და უთხრა სამსონს: ვითომ არ იცი, რომ ფილისტიმელები ბატონობენ ჩვენზე? ეს რა ჭირში ჩაყვარე? უთხრეს: მოვედით, რომ შეგიპყროთ და ხელთ მიგცეთ ფილისტიმელებს. უთხრა სამსონმა: შემომფიცეთ, რომ არ მომკლავთ. უთხრეს: არა, მხოლოდ შეგიპყრობთ და ხელთ მიგცემთ ფილისტიმელებს. მოკლით არ მოკლავთო. ორი ახალი თოკით გაკოჭეს და წაიყვანეს ეხიდან. ლეხთან რომ მივიდა, ყიჟინით შემოეხვნენ ფილისტიმელები. უფლისული გადმოვიდა მასზე. თოკები, რომლებითაც ხელები ქონდა შეკრული, დამწვარი სელივით შეიქმნა და დასცვივდა ბორკილები ხელებიდან. ვირის ახალი თავყობა იპოვა, ხელით დასწვდა, აიღო და 1000 კაცი დახოცა იმით. თქვა სამსონმა: ვირის თავყბით ვირთა დასიო, ვირის ყბით ხოცე 1000-იო. ეს რომ თქვა, გააგდო ვირის თავყბა ხელიდან და უწოდა იმ ადგილს რამათ ლეხი. ძალიან მოსწყურდა და შეევედრა უფალს. ეს დიდი საქმე ხომ ჩაიდინე შენი მორჩილის ხელით? ნუ თუ ახლა წყურველმა უნდა მომკლას და წინა დაუცვეთელებს ჩავუვარდე ხელში? გააჩინა ღმერთმა ლეხში ნაპრალი და ამოხეთქა იქიდან წყალმა. დაალია სამსონმა, სული მოიბრუნა და გამოცოცხლდა. ამიტომაც ეწოდა იმ ადგილს ვედრების წყარო, რომელიც დღემდეა ლეხში. იგი 20 წელი იყო ისრაელის მსაჯული ფილისტიმელების დროს. თავი მე-16. ჩავიდა სამსონი ღაზაში, იქ ერთი მეძავი ნახა და შევიდა მასთან. შეიტყვეს ღაზელებმა სამსონი ჩამოსულაო. გარსუვლიდნენ და მთელი ღამე udaraჯებდნენ ქალაქის კარიბჭესთან. მთელი ღამე გაყუჩებულები იყვნენ, ამბობდნენ გათენებამდე მოკლავთო. შუაღამემდე ეძინა სამსონს. შუაღამით ადგა, მოხვია ხელი ქალაქის კარსა და ურივებჯეს. ურდულიანად მოგლიჯა, მხარზე გაიდო და მთის წვერზე აიტანა ხებრონს გადაღმა. ამის შემდეგ ერთი ქალი შეუყვარდა სორეკის ხევში, სახელად დალილა. მივიდნენ მასთან ფილისტიმელთა მთავრები და უთხრეს: შეუჩნდი და გამოსტყუე, საიდან აქვს ეს დიდი ძალა? რა უნდა ვიყონოთ მის შესაკრავად და დასამორჩილებლად? სამაგიეროდ 1000 ვერცხლს მოგცემთ თითოეული. უთხრა სამსონს დალილამ: მითხარი, საიდან გაქვს ეს დიდი ძალა? რითი უნდა შეკრას კაცმა, რომ დაგიმორჩილოს? სამსონმა უთხრა: 7 ახალთახალი გამოუმშრალი ლარით რომ შემკრან, დავძაბუნდები და სხვათა მსგავსი შევიქნები. მოატანინა ფილისტიმელთა მთავრებს 7 ახალთახალი გამოუმშრალი ლარი და იმით შეკრა დალილამ სამსონი. ოთახში კი ხალხი ყავდა ჩასაფრებული. უთხრა სამსონს დალილამ: სამსონ, ფილისტიმელები მოდიან შენზე. ისე დაწყვიტა სამსონმა ლარები, როგორც ძენძას ძაფი წყდება ხოლმე, ცეცხლი რომ დაგნოსავს. ვერ ამოიცნეს მისი ძალა. უთხრა სამსონს დალილამ: აჰა, ხომ მომატყვე და გამაბრიყვე. ახლა მაინც მითხარი, რითი შეიძლება შენი შეკვრა? სამსონმა უთხრა: ახალთახალი უხმარი თოკებით რომ შემკრან, დავძაბუნდები და სხვათა მსგავსი შევიქნები. აიღო დალილამ ახალთახალი თოკები. შეკრა იგი და უთხრა: სამსონ, ფილისტიმელები მოდიან შენზე. ოთახში კი ხალხი იყო ჩასაფრებული. ძაფები ვით შემოიწყვიტა მკლავებზე. უთხრა სამსონს დალილამ: აქამდე მატყვე და მაბრიყვე. მითხარი, რითი შეიძლება შენი შეკვრა? მან მიიგო: თუ ჩემი თმის 7 კოწოლს საძახვალში ჩაგრეხ. პალო დაასო და უთხრა: ფილისტიმელები მოდიან შენზე სამსონ. გამოეღვიძა სამსონს და მოგლიჯა საძახველის პალოცა და ნაძახვიც. უთხრა დალილამ: როგორ ღამეუბნები მიყვარხარო, თუ გულით არ ახარ ჩემთან? აჰა, სამჯერ მომატყვე და არ გამიმხილე, საიდან გაქვს ეგ დიდი ძალა. რა კი ყოველდღე ამ სიტყვებს ჩასჩიჩინებდა და საშველს არ აძლევდა, სიცოცხლე მოსულდა სამსონს. გამოუტყდა და უთხრა:
სამართებელი არ გახკარებია ჩემს თავს, რადგან დედის მუცლიდან ღვთისმოწმიდარი ვარ. თავი რომ გადამპარსონ, ძალა გამომეცლება. დავძა ბუნდები და სხვათა მსგავსი შევიქნები. დაენახა დალილამ, რომ მან გული გადაუხსნა, შეუთვალა ფილისტიმელთა მთავრებს. ახლა კი ამოდით, გამომიტყდა. ამოვიდნენ ფილისტიმელთა მთავრები და ვერცხლიც ამოუტანეს. კალთაში ჩააძინა იგი დალილამ. კაცი ხმოდა, მისი თმის 7-ვე კოწოლი მოაპარსვინა. იწყო სამსონმა დასუსტება. გამოეცალა თავისი დიდი ძალა. თხრა დალილამ. ფილისტიმელები მოდიან შენზე, სამსონ. გამოეღვიძა და იფიქრა. ავდგები და წინანდებურად დავიხსნიო თავს. მაგრამ არ იცოდა, რომ ღმერთმა პირი იბრუნა მისგან. შეიპყრეს ფილისტიმელებმა და თვალები დასთხარეს. ჩაიყვანეს ღაზაში, სპილენძის ხუნდები დაადეს და იყო სატუსაღოში მეხელსაფქვავედ. ამასობაში იწყო თმამ წამოზжდა მის გადაპარსულ თავზე. შეიყარნენ ფილისტიმელთა მთავრები, რომ დიდი მსხვერპლი შეეწირათ დაგონისათვის, თავიანთი ღმერთისთვის და ემხიარულად. ამბობდნენ, ჩვენმა ღმერთმა ხელში ჩაგვიგდო სამსონი, ჩვენი მტერი. ხედავდა მას ხალხი, ადიდებდა თავის ღმერთს და ამბობდა, ჩვენმა ღმერთმა ხელში ჩაგვიგდო ჩვენი მტერი და ჩვენი ქვეყნის ამაოხრებელი, რომელმაც მრავალი ჩვენიანი გაწყვიტა. როცა გუნებაზე მოვიდნენ თქვეს, მოიყვანეთ სამსონი, რომ გაგვამხიარულოს. მოიყვანეს სამსონი სატუსაღოდან და ართობდა მათ. სვეტებს შორის ყავდათ დაყენებული. უთხრა სამსონმა ყმაწვილს, რომელიც ხელჩაკიდებული დაატარებდა. მიმეყვანე, რომ ხელი შევავლო სვეტებს, რომლებზედაც სახლი დგას და მივეყუდო. სახლი კი კაცებითა და ქალებით იყო სავსე. ფილისტიმელთა ყველა მთავარს იქ მოეყარა თავი. 3000-მდე კაცი და ქალი ბანზე გასულიყო და უყურებდა სამსონის გაპამპულებას. შეღაღადა სამსონმა უფალს და უთხრა, უფალო ღმერთო, გამიხსენე. ამ ერთხელაც გამაძლიერე ღმერთო, ერთბაშად რომ მივუძღო ფილისტიმელებს, ჩემი ორი თვალის სამაგიერო. მოსინჯა სამსონმა ორივე შუათანასვეტი, რომლებზედაც სახლი იდგა. ერთს მარჯვენა ხელი მიაგდნო, მეორეს მარცხენა. თქვა სამსონმა, მოკვდი სულო ჩემო, ფილისტიმელებთან ერთად და მთელი ძალით მიაწვა. თავზე ჩამოემხოთ სახლი მთავრებსა და მთელ შიგმყოფ ხალხს. დახოცილები სამსონმა სიკვდილისას რომ დახოცა, იმათზე მეტი იყვნენ სიცოცხლეში რომ ყავდა დანახოცი. ჩავიდნენ მისი ძმები და მამამისის მთელი სახლობა. აიღეს იგი და წაასვენეს და მამამისის მანუახის სამარხში დამარხეს, ცორასა და ეშთაოლს შორის. იგი 20 წელი იყო ისრაელის მსაჯული. გამარჯობათ! ბალობა ვუთხრათ ღმერთს, რომ მოგცა საშუალება შევკრებილიყავით ამ კვირა დღეს და მასზე გვესაუბრა. ვთხოვოთ აბა გვიყაროს თავიდან უამრავი წუთი სოფლის ამაო საზრუნავი და მთელი გულისყური მისი სიტყვისაკენ მიგვაპყრობინოს. რადგან ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილია სატანის ხრიკები. მისთვის ხომ ასეთი წუთები ყველაზე საძურველია და თავის უამრავ ხრიკს გამოიყენებ ჩვენი ყურადღების მოსადუნებლად. ამიტომაც ჩვენი ყველა საზრუნავი მივადო ჩვენს პატრონს იესო ქრისტეს და ისევ მას მივმართოთ თხოვნით, რომ ხისლად და ყურადღებით მოგვასმენინოს სული წმინდის ყოველი სიტყვა. ლოცვას დავამთავრებ იესოს გახვნებებითა და დარიგებით ლუკას სახარების მე-12 თავიდან. თქვენც თუ ეძებთ რა ჭამოთ არას ვათ და ნუ შფოთავთ, ვინაიდან ყოველივე ამას ეძიებს ამ სოფლის ყველა ხალხი. თქვენმა მამამ იცის რომ გჭირდებათ ესენი. არამედ ეძიათ ღვთისასუფეველი და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ. ნუ გეშინია მცირე სამწყსო, ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ მოისურვა თქვენთვის სასუფეველის მოცემა. მადლობა იესო ასეთი იმედისათვის, იდიდო შენმა წმინდა სახელმა უკუნისამდე. ამინ. გმადლობთ. გამარჯობათ. სამსონის ცხოვრება არის ილუსტრაცია იმ უკვდავი ჭეშმარიტებისა, რომ კარგი დასაწყისი არ არის გარანტია კარგი დასასრულისა. როგორც ერთმა ამერიკელმა პოეტმა ჰენრი უოტსფორდ ლონგფელოუმ თქვა, დაწყება დიდი ხელოვნებაა, მაგრამ მასზე დიდი ხელოვნება დამთავრებაა. და ასევე სოლომონთანაც ვკითხულობთ ეკლესიასტეს მე-7 თავის მერვე მუხლში. საქმის დასაწყის, საქმის დასასრული ჯობია. თავისი კარიერის დასაწყისში სამსონმა დიდების ცეცხლი დაატრიალა, მაგრამ შემდეგ ეს მსაჯული უფრო ვნებებსა და ლტოლვებს მიეცა და მისი ბრწყინვალებაც თანდათან გაფემქრთალდა და ბოლოს სრულიად ჩაქრა. ბრმა ჩემპიონი თავის ცხოვრებას წარმართული ტაძრის ნანგრევებში დამარხული ასრულებს. ეს რა თქმა უნდა დიდი ტრაგედია, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ მან თავის ტანჯვაში შეასრულა ღვთისნება და ბოლოს კიდევ უფრო მეტი ფილისტიმელი დახოცა, ვიდრე თავისი მსაჯულობის დროს. როგორც ინგლისელმა მქადაგებელმა ჩარლს პერჯენმა თქვა, სამსონის ცხოვრება
არის ერთმანეთის მონაცვლე სერიები სასწავლებისა და უგუნურობისა. როგორც გვახსოვს, სამსონმა თავისი ცოლი ისე დატოვა, რომ ბოლომდე არც დაქორწინებულა. მაგრამ მას მიაჩნდა, რომ ამ ქალის უფლებამოსილი ქმარი იყო. ამიტომ აიღო საჩუქარი და მიაკითხა მას მამამისის სახლში. სამსონს იქ სრულიად მოულოდნელი ამბავი დახვდა, რომ თავისი ცოლი თავისავე მეგობარს გაჰყოლოდა. გარდა ამისა, სამსონს ქორწინების ფასი უკვე გადახდილი ჰქონდა. ახლა კი სრულიად ცარიელი დარჩა, ფულიც დაკარგა და ცოლიც. სამსონი საშინლად განრისხდა და ფილისტიმელების მინდვრები და მოსავალი მთლიანად გადაწვა. მან 300 ცხოველი გამოიყენა და ეს ცხოველები თარგმანში ზოგან მელიად წერია, ხოლო ზოგან კი ტურად. ტურები უფრო ჯგუფ-ჯგუფად დადიან, მაგრამ მელიებიც ბევრი იყო ისრაელში, განსაკუთრებით იუდას მიდამოებში. იმდენად ბევრი, რომ რამოდენიმე ადგილს მელიის სახელიც კი ერქვა, მაგალითად 1000 შუალი, ანუ მელიის კარიბჭე იუდას შტოში და შაალ-აბიმი დანის შტოში. მან 300-ვე ცხოველს მოაბა კუძე ჩირაღდნები, მაგრამ ცალ-ცალკე კი არა, არამედ 2 ცხოველის კუდი ერთად გადააბა. ეს იმიტომ, რომ ცალ-ცალკე მელიები ადვილად გაიქცეოდნენ და ნაკლებ ზიანს მიაყენებდნენ მინდვრებს. ხოლო კუდებით გადაბმულ ცხოველებს კი გაუჭირდებოდათ მოძრაობა, დაპანიკდებოდნენ და დიდხანს იტრიალებდნენ აქეთ-იქით ერთ ადგილას. ამიტომ ცეცხლი ნამდვილად მოედებოდა მთელს მინდორს. გარდა ამისა, ამგვარად მელიების მოძრაობის შეზღუდვით, ნაკლები შანსი იქნებოდა, რომ ცეცხლი იუდასკენ გადასულიყო. მხოლოდ ფილისტიმელთა მინდვრები გადაიწვებოდა. ფილისტიმელები, რა თქმა უნდა, ძალიან გაბრაზდნენ, როცა თავიანთი მოსავლისა და მინდვრის გადაწვის ამბავი გაიგეს. ისინი სამსონის ცოლსა და მამამისს მიუვარდნენ სახლში და მათი სახლი გადაწვეს, რითაც კიდევ უფრო განარისხეს სამსონი. აქ აღსანიშნავია, რომ სამსონის ცოლმა თავისი ღალატით თვითონვე დაიღუპა თავი. იგი თავისივე ხალხმა მოკლა. სამსონის ერთგული რომ დარჩენილიყო, გაცილებით უკეთესად იქნებოდა. განრისხებულმა სამსონმა უფრო მეტი ფილისტიმელები დახოცა და შემდეგ გამოქვაბულში შეაფარა თავი იუდას ტერიტორიაზე. ამ პერიოდში ისრაელიანები უღმერთობის გზას ადგენენ და არანაირი სურვილი არ ჰქონდათ ფილისტიმელებთან შებრძოლებისა. ამიტომ იმის ნაცვლად, რომ სამსონში თავიანთი მხსნელი და ლიდერი დაენახათ, მათ პრობლემების შემქმნელი დაინახეს. როდესაც იუდას შტომ გაიგო, რომ ფილისტიმელებს სამსონის დაჭერა უნდოდათ, მათ დახმარება შესთავაზეს, რაც მიუთითებს იუდეველთა სავალალო სულიერ მდგომარეობაზე. მათ ჯარიც კი შექმნეს საკუთარი მხსნელის დასაჭერად და მტრისთვის გადასაცემად. რა თქმა უნდა, სამსონს ადვილად შეეძლო გაქცეულიყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ფილისტიმელები იუდაველებს დახოცავდნენ, ამიტომაც იგი ნებაყოფლობით დანებდა. ეს არის ძველ აღთქმაში იესო ქრისტეს ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წინასახე, რომელიც საკუთარი ხალხისაგან გაცემული საკუთარი ნებით დანებდა როგორც უმწეო კრავი. სამსონზე ღვთისული გადმოვიდა და მან ბორკილებისაგან თავი დაიხსნა. აიღო ახალი ვირისყბა და 1000 ფილისტიმელი დახოცა. აქ ვკითხულობთ სამსონის სიმღერას და ლოცვას, რომელიც საოცრად ლამაზად ჟღერს ებრაულ ენაზე და თარგმანში შეუძლებელია ამისი ზუსტად გადმოცემა. აქ ასევე ნათლად ჩანს, რომ სამსონი თავის თავს ღვთისმსახურად თვლიდა და არ უნდოდა უღმერთო ფილისტიმელების ხელში ჩავარდნილიყო. ღმერთმა უპასუხა მის ლოცვას, მოახდინა სასწაული და წყლის ნაკადული გადმოადინა. სამსონმა დაეკმაყოფილა წყურვილი და ამ ადგილს უწოდა მღაღადებლის, ანუ მლოცველის წყარო. გაზა იყო მნიშვნელოვანი ზღვის პირა საპორტო ქალაქი და სამსონის ქალაქ ზორადან 64 კილომეტრით იყო დაშორებული. ზუსტად არ ვიცით თუ რატომ იყო სამსონი ამ ქალაქში ჩასული, მაგრამ იქ ერთმა მეძავმა ქალმა მისი ყურადღება მიიპყრო და ასე დაემორჩილა სამსონი თავის სისუსტეს და სიძვას მიეცა. რა თქმა უნდა, ღმერთი არ მოიწონებდა ამ საქციელს არც ერთი ადამიანისაგან, განსაკუთრებით კი ნაზარეველისაგან. ქალაქში სწრაფად გავრცელდა ხმა, რომ მათი მთავარი მტერი იქ იმყოფებოდა. ფილისტიმელებმა მცველები დააყენეს ქალაქის კარიბჭესთან, რომ დილით სამსონი დაეჭირა და მოეკლათ, მაგრამ სამსონმა ქალაქი შუაღამეს დატოვა, როდესაც მცველებს ეძინათ. ჩაკეტილმა კარიბჭემ ის არ დააბრკოლა, არამედ ხელი ჩაავლო ორივე სვეტს და ურდულიანად ამოგლიჯა, გაიდო მხარზე და ხებრონის გადაღმა მთის წვერზე აიტანა. ამის შემდეგ კიდევ ერთი წარმართი ქალი შეუყვარდა სამსონს, რომელიც მან ბეთ-შემეთში გაიცნო. ეს ადგილი სორეკის ველთან, იუდასა და ფილისტიმელთა საზღვარზე იყო. დალილასა და სამსონის ისტორია შთაგონების წყარო გახდა მრავალი მწერლის, მხატვრის და მუსიკოსისთვის. დალილას სახელზე განსხვავებული აზრი არსებობს. ზოგი ფიქრობს, რომ ის ნიშნავს მიძღვნილს და ამიტომაც შესაძლებელია იგი რელიგიური მეძავი ყოფილიყო. მეორე ვარიანტი კი მისი სახელის განმარტებისა არის ებრაული სიტყვა დალალ, რაც ნიშნავს დასუსტებას, გაღატაკებას. სამსონთან მიმართებაში ეს მართლაც ზუსტად გამოხატავს მასზე ამ ქალის გავლენას. დალილამ მართლაც დაასუსტა და გააღატაკა სამსონი. ფილისტიმელთა ლიდერებმა დალილას დიდი ფული შესთავაზეს, თუ კი იგი სამსონის ძალის საიდუმლოს გაიგებდა. მათ უნდოდათ დაესუსტებინათ სამსონი და ეწამებინათ. შემდეგ კი საკუთარი გეგმების განსახორციელებლად გამოეყენებინათ. ამით არა მარტო სამსონის მიერ ფილისტიმელთა ხოცვას შეაჩერებდნენ, არამედ ისედაც დამცირებულ ისრაელს კიდევ უფრო მეტად დაამცირებდნენ. იოსებისაგან განსხვავებით, სამსონმა ქალის ცდუნებას ვერ გაუძლო.
მას ვნებამ სძლია და ამ ვნებამ იმდენად დაიპყრო სამსონის გონება, იგი იმასაც კი ვერ ხვდებოდა, რომ დალილა მას იყენებდა. რა თქმა უნდა, სამსონმა მაშინვე არ გაუმხილა დალილას თავისი საიდუმლო, მაგრამ ბოლოს მაინც გატყდა და საყვარელ ქალს თავისი ყველაზე სანუკვარი საიდუმლო გაუმხილა. მაშინ დალილა მოსჭრა სამსონს თმამ და მას ძალა წაერთვა და რაც უფრო სამწუხარო იყო, ღმერთიც აღარ იყო მასთან, რადგან მისი ძალა თმისგან კი არა, არამედ ღმერთისგან იყო. ფილისტიმელებმა ადვილად სძლიეს დასუსტებულ სამსონს, თვალები ამოთხარეს, შეკრეს და გაზაში წაიყვანეს, სადაც მონასავით ამუშავებდნენ. ასე აღმოჩნდა სამსონი პირდაპირი და გადატანითი გაგებით სრულ სიბნელეში, მაგრამ ღმერთმა იგი ბოლომდე არ მიატოვა. სამსონის თმამ თანდათან ზრდა დაიწყო. აქ არ არის აღწერილი, მაგრამ ჩანს, რომ სამსონმა მოინანია თავისი ცოდები ღვთის წინაშე და მისი სიცოცხლის ერთადერთი მიზანი ახლა მტრის დამარცხება და ღვთის სახელის განდიდება იყო. ამ დროს ფილისტიმელებს თავიანთი წარმართული დღესასწაული ჰქონდათ და თავიანთ კერებს დაგონს სცემდნენ თაყვანს. დაგონი ფილისტიმელთა მოსავლის ღმერთი იყო. ხალხმა მოითხოვა სამსონი გამოეყვანათ გასართობად. მათ არ იცოდნენ, რომ ღმერთმა მას ისევ დაუბრუნა ძალა. ამ დროს სამსონი თვითონაც ისე იქცეოდა, თითქოს ისევ უძლური იყო, რადგან შესაფერის დროს ელოდებოდა, რომ მტრისათვის გამნადგურებელი დარტყმა მიეყენებინა. თუმცა ახლა სამსონი ბრმა იყო და ვერაფერს ხედავდა, მას ალბათ ახსოვდა თავისი წინა ვიზიტებიდან, თუ როგორი აგებულება ჰქონდა ფილისტიმელთა ტაძარს. როცა ხალხი შუალ ხინში იყო, სამსონმა თავის თანხლებს თხოვა სვეტებთან მიეყვანა. როგორც ჩანს, ამ ტაძარს ამფითეატრის სტრუქტურა ჰქონდა და ორი სვეტით იყო გამაგრებული. როცა ბიჭმა სამსონი სვეტებთან მიიყვანა, მან თავისი უკანასკნელი ლოცვა წარმოთქვა. სამსონის ლოცვა მოდიოდა არა პირადი შურისძიების სურვილიდან, არამედ ღვთის რწმენიდან. მისი გული აღივსო ძლიერი სურვილით, რომ ისრაელის ღმერთის სახალხო შეურაცხყოფისათვის შური ეძია და ემტკიცებინა ამ უღმერთო ხალხისათვის და ასევე გზასაცდენილი ისრაელიანებისათვის, რომ ისრაელის ღმერთი და არაუსულო კერპი დაგონი იყო ჭეშმარიტი უფალი. სამსონმა კარგად იცოდა, რომ თვითონაც მოკვდებოდა, მაგრამ მისი საქციელი იყო არა თვითმკვლელობა, არამედ თავგანწირვა. მსხვერპლ შეწირვა თავისი ხალხის დახსნისა და ღმერთის განდიდებისათვის. ღმერთმა ისმინა სამსონის ლოცვა და მისცა მას ძალა. სამსონმა მოგლიჯა ორივე სვეტი და მთელი ტაძარი თავზე ჩამოემხო მთავრებსა და შიგმყოფ ხალხს. თავისი სიკვდილით სამსონმა უფრო მეტი ფილისტიმელი დახოცა, ვიდრე თავისი მსაჯულობის დროს. როგორც უკვე აღნიშნეთ, აღსანიშნავია, რომ სამსონი არის იესო ქრისტეს ერთ-ერთი წინასახე. იგი დედის საშოდან მოწოდებული და გამორჩეული იყო. ღვთის სამსახურში იდგა მთელი სიცოცხლე მარტო ყოველგვარი დახმარების გარეშე და თავისი სიკვდილითაც ტრიუმფალურად დაამარცხა მტერი, ისევე როგორც იესო ქრისტემ სატანაზე და სიკვდილზე გაიმარჯვა. მადლობა. წინა შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ სამსონის ცხოვრების შესახებ, ვინც გაბრაზდა თავის ქორწილში და მიატოვა იქაურობა ისე, რომ ცოლი თან არ წაუყვანია. მე-15 თავის პირველ-მეორე მუხლებში კი მოვლენები უკვე სხვანაირად განვითარდა. გადაუარა ამ კაცს გაბრაზება. გამოხდა ხანი, პურის მკის დროს წავიდა ის თავისი ცოლის სანახავად და ერთი თიკანი წაიყვანა. თქვა, შევალ ჩემს ცოლთან სანთიობოშიო, მაგრამ ქალის მამამ არ შეუშვა იგი. უთხრა მან, მეგონა გული აიყარე მასზე და შენს მაყარს მივათხოვე. აი უმცროსი და მასზე ლამაზია. ეგ წაიყვანე მის ნაცვლად. როგორც ჩანს, სამსონმა თიკანი ქალისთვის წაიყვანა, რომ საჩუქრად მიეცა მისთვის. მესამე მუხლში თქვა სამსონმა, ხომ მართალი ვიქნები ფილისტიმელებთან ავის საქმე რო დამმართო? ამის შემდეგ წავიდა ის, დაიჭირა 300 მელა, გადააბა ისინი კუდებით, მიამაგრა მათ ჩირაღდნები და შეუშვა ფილისტიმელების ყანებში. სადაც მელიები შიშისგან აქეთ-იქით დაიწყებდნენ სირბილს, რაც გამოიწვევდა დიდ ხანძარს. უნდა აღინიშნოს, რომ სამსონის ასეთი საქციელი მოზარდის ცელქობას უფრო ჰგავდა, ვიდრე ღვთისკაცის მოქმედებას. აქ მისი ამბიცია იყო ჩართული და ის, რაც მან ამ დროს ჩაიდინა, გამოწვეული იყო თავისი პირადი ინტერესებიდან, რასაც ღვთის მიერ მის მოწოდებასა და დავალებასთან არ ჰქონდა კავშირი. გაიკითხეს ფილისტიმელებმა და როდესაც შეიტყვეს, რომ სამსონის გაგულისებაში ერთ-ერთ თიმნათელ კაცს მიუძღოდა ბრალი, ვინც ქორწილის შემდეგ მისი ცოლის ხვაზე გაათხოვა, მაშინ მივიდნენ ისინი ამ ოჯახთან და ცეცხლში ამობუგეს მამა-შვილი. ამის გამო უფრო მეტად გაბრაზდა სამსონი. მერვე მუხლში წერია, რომ მაგრად ურტყა მათ წვივებზე და თეძოებზე. თავად კი ყეტამის კლდეში დაიმალა. სამსონმა გააღიზიანა ფილისტიმელები, ვინც დაჯარდნენ და იუდაში დაბანაკდნენ. როდესაც იუდამ ჰკითხა, თუ რატომ წამოვიდნენ ისინი მასზე საომრად, მაშინ მიუგეს მას ფილისტიმელებმა მეათე მუხლში, რომ სამსონის შესაყრობლად იყვნენ გამოსულები. მე-12 მუხლებში ვკითხულობთ. მივიდა 300 კაცი იუდადან ყეტამის კლდის ეხთან და უთხრა სამსონს, ვითომ არ იცი, რომ ფილისტიმელები ბატონობენ ჩვენზე? ეს რა ჭირში ჩავყარე? უთხრეს, მოვედით რომ შეგიპყროთ და ხელთ მიქცეთ ფილისტიმელებს. უთხრა სამსონმა,
შემომფიცეთ, რომ არ მომკლავთ. ისრაელიანებმა შეჰფიცეს სამსონს, რომ არ მოჰკლავდნენ, არამედ მხოლოდ შეიპყრობდნენ და გადასცემდნენ ფილისტიმელებს. მე-14 მუხლში ვკითხულობთ. ლეხთან რომ მივიდა, ყიჟინით შემოეხვინენ ფილისტიმელები. უფლისული გადმოვიდა მასზე. თოკები, რომლითაც ხელები ჰქონდა შეკრული, დამწვარი სელივით შეიქმნა და დასცვიდა ბორკილები ხელებიდან. მან იპოვა იქვე ვირის ახალი თავყბა და იმით დახოცა 1000 კაცი მოწინააღმდეგის ბანაკიდან. ლეხი იმ დროს ფილისტიმელებს ჰქონდათ დაკავებული. თავიდან მტერმა ძალიან გაიხარა შეკრული სამსონის დანახვით, მაგრამ მან ძაფებივით დაწყვიტა 2 ახალი თოკი. აქ ჩვენ კვლავ ვიხილეთ ამ კაცის ძალა, რომელიც სინამდვილეში მისი კი არა, უფლისა იყო. ხოლო რაც შეეხება ვირის თავყბას, ეს ის იარაღი იყო, რაც ახლოს იმყოფებოდა იმწუთა სამსონთან. რა თქმა უნდა, თავისი ძალით ის ვერასოდეს შესძლებდა ამის გაკეთებას, მაგრამ ღვთის სული გადმოვიდა მასზე და ის დაეხმარა. სამსონმა მშვენივრად დაიწყო ისრაელის ხსნის საქმე. კარგი იქნებოდა თუ ის ბოლომდე ასეთი შემართებით გააგრძელებდა თავის მოღვაწეობას, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. მე-16 თავის პირველ-მეორე მუხლებში ვკითხულობთ იმის შესახებ, რომ სამსონი ღაზაში ერთ მეძავ ქალთან შევიდა. შეიტყვეს ღაზელებმა, რომ სამსონი იყო იქ. ისინი გაარსულიდნენ და მთელი ღამე udaraჯებდნენ მას ქალაქის კარიბჭესთან, იმ იმედით, რომ გათენებამდე შეიპყრობდნენ და მოკლავდნენ. შუაღამემდე ეძინა მას. მერე ადგა, მოხვია ხელები ქალაქის კარსა და ორივე ბჭეს, ურდულიანად მოგლიჯა, ხარზე გაიდო და მთის წვერზე აიტანა ხებრონის გადაღმა. ეს ადგილი დაახლოებით 64 კილომეტრით არის დაშორებული ღაზადან. ის რაც მან გააკეთა, მოზარდის ოინს უფრო ჰგავდა, ვიდრე მოზრდილი ადამიანის საქციელს. სამსონი მოწოდებული იქნა ღვთისგან, რომ თავისი ძალით ისრაელი დაეხსნა, მაგრამ სამწუხაროდ ის ამ პრივილეგიას თავისი პიროვნული ინტერესებისთვის იყენებდა. მე-16 თავის მე-4 მუხლიდან უკვე იწყება სამსონისა და დალილას ამბავი, რომელსაც სხვანაირად მისი დაცემაც შეიძლება ეწოდოს. დალილასთან ურთიერთობამ ამ კაცს ბევრი უსიამოვნება და არასასურველი შედეგი მოუტანა. ეს არის მისი ცხოვრების სუსტი წერტილი, როდესაც მას შეუყვარდა ასეთი წარმართვი ხალი. არავინ ეფლობა უეცრად დიდ ცოდვაში. ის ამ მდგომარეობამდე ნელ-ნელა მიდის. დალილა მეძავი იყო. ამ კაცმა კავშირი დაიჭირა ისეთ ქალთან, ვისი ცოლად მოყვანაც აზრად არ მოუვიდოდა. ხოლო თავად დალილას ვერცხლი უფრო აინტერესებდა, ვიდრე ეს პიროვნება. მტერმა კიდევ ერთხელ იპოვა სამსონთან მისადგომელი გზა. ფილისტიმელმა მთავრებმა დალილას ფული შესთავაზეს, იმის სანაცვლოდ, რომ მას სამსონის ძალის საიდუმლოება გაეკო და მერე გაემხილა მათთვის. მე-6 მუხლში უთხრა სამსონს დალილამ. მითხარი, საიდან გაქვს ეს დიდი ძალა? რითი უნდა შეკრას კაცმა, რომ დაგიმორჩილოს? თავიდან სამსონი დალილას ასეთ კითხვებს არასერიოზულად პასუხობდა. ის ატყუებდა ქალს და თავისი ძალის ნამდვილ მიზეზს არ ეუბნებოდა, მაგრამ დალილა პრაქტიკოსი ხალი იყო და მის ნათქვამს იმწუთას ამოწმებდა, სწორი იყო თუ არა. ამ კაცის ძალის ამოცნობა მტერმა ვერ შეძლო. სამსონი ძაფივით წყვეტდა თოკებს, მაგრამ ბოლოს დალილამ ისე მოაბეზრა თავი, რომ მე-17 მუხლში სამსონი გამოუტყდა მას. სამართებელი არ გახკარებია ჩემს თავს, რადგან დედის მუცლიდან ღვთისმოწმინდარი ვარ. თუ თავს გადამპარსავენ, მაშინ მე სხვა ადამიანებივით შევიქმნები. როგორც გვახსოვს, გრძელი თმა ნაზარეველის ფიცის ნიშანი იყო. მისი ძალა თავისთავად გრძელ თმაში კი არ იყო, არამედ ღვთის სულში, რომელიც გადმოდიოდა მასზე. როდესაც სამსონმა დაიძინა, დალილამ შემოუშვა სახლში ერთი ფილისტიმელი და თმა მოაპარსვინა მის თავზე. მერე კი დაუძახა: სამსონ, ფილისტიმელები მოდიანო. სამსონმა გაიღვიძა და ძველებურად ფიქრობდა, ერთი ავდგები და დავერევიო მტერს, მაგრამ ამაოდ ის ღმერთს უკვე მიეტოვებინა. და ეს არის ამ კაცის ცხოვრების ტრაგიკული მომენტიც. მეგობრებო, ჩვენი სულიერი ძალაც დღეს ღვთის სულშია და არა ცერემონიებსა და რიტუალებში. მორწმუნის ძალა მხოლოდ უფლის სულშია. სამსონი კი, ვინც მოწოდებული იქნა ხალხის მსაჯულად და ისრაელიანების ფილისტიმელებისგან სახსნელად, ხორციელი ადამიანი იყო. ამ კაცის ცხოვრებას კარგად აღწერს ებრაული სიტყვა იქაბოდი, რაც ნიშნავს დიდების განშორებას. სამსონს არ შეუკრებია ლაშქარი, არ მოუგია ბრძოლა და არასოდეს შემოუკრებია თავის გარშემო ხალხი. ის ღვთისგან ამორჩეული ადამიანი ძალიან გატაცებული იყო ფილისტიმელი ქალებით, რაც დამღუპველი აღმოჩნდა მისთვის. ფილისტიმელებმა ის დაატყვევეს, თვალები დასხარეს და აიძულეს, რომ მონის სამუშაო შეესრულებინა. მაგრამ სულ მალე ტყვეობაში მას თმა მოეზარდა და ამ პერიოდში მან მონანიებაც დაიწყო. ფილისტიმელები სამსონზე გამარჯვებას თავიანთ ღმერთს დაგონს მიაწერდნენ და ამ მიზეზით წოულება გამართეს. ლხინის დროს მათ სამსონი გამოიყვანეს საპყრობილედან და ყველას თვალწინ ამას ხარავებდნენ.
მის წვალებას 3000 კაცი და ქალი ესწრებოდა. 21-31 მუხლებში სამსონი ჩადგა სახლის ორ მთავარ სვეტს შორის, მიაწვა მათ და ჩამოაქცია ჭერი. თავზე ჩამოემხოთ სახლი მთავრებსა და მთელში მყოფ ხალხს. დახოცილების სამსონმა სიკვდილისას რომ დახოცა, იმათზე მეტი იყვნენ სიცოცხლეში რომ ჰყავდა დანახოცი. ამ წინამძღოლმა დაიწყო ერის ხსნა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. სამსონი ცოდვას არ ერიდებოდა, რამაც გამოიწვია ის, რომ საბოლოოდ ღმერთის სულმა მიატოვა იგი. და ბოლოს მე მოვიყვან სამ მნიშვნელოვან მუხლს, რომელიც აღწერს სამსონის ამბავს. ესენია მსაჯულთა მე-13 თავის მე-5 მუხლი, რაც მოგვითხრობს მისი წარმატების საიდუმლოებაზე, რადგან აჰადაორ სულდები და ვაჟი შეგეძინება. სამართებელი არ უნდა მიეკაროს მის თავს, რადგან ღვთისმოწმინდარი იქნება იგი, დედის მუცლიდანვე და შეუდგება ისრაელის დახსნას ფილისტიმელთა ხელიდან. ეს არის ის სიტყვები, რომელიც უფლის ანგელოზმა უთხრა სამსონის დედას. მეორე მე-13 თავის 25 მუხლი. ამ მუხლში საუბარია მისი ძალის საიდუმლოებაზე. უფლის სულმა იწყო მისი აღძვრა დანის ბანაკში, ცორასა და ეშთაულს შორის და აქედან იყო მისი ძალა. და მე-16 თავის მე-20 მუხლი, სადაც ლაპარაკია მისი წარუმატებლობის მიზეზზე. მაგრამ არ იცოდა, რომ ღმერთმა პირი იბრუნა მისგან. ახლა ჩვენ შეგვიძლია პარალელებიც გავავლოთ სამსონსა და იესოს შორის და ვიპოვოთ მათ შორის მსგავსება. ორივეს დაბადება ანგელოზის მიერ იყო ნაწინასწარმეტყველები. ორივე დედის მუცლიდანვე ღვთისთვის იყო გამოყოფილი. ორივე ნაზარეველი იყო. ორივე სული წმიდის ძალით მოძრაობდა. ორივე სამსონის და ჩვენი უფალი იესოც უარყო თავისმა ხალხმა. ორივემ დაამარცხა მტერი. ახლა მე ჩამოვთვლი იმას, თუ რა განსხვავება იყო მათ შორის. სამსონმა იცხოვრა ცოდვილი ცხოვრებით, იესომ კი ცოდვის გარეშე. სიკვდილის წინ სამსონმა შეხაღადა ღმერთს მე-16 თავის 22 მუხლში და უთხრა: უფალო ღმერთო, გამიხსენე. ამ ერთხელაც გამაძლიერე ღმერთო, ერთბაშად რომ მიუძღო ფილისტიმელებს ჩემი ორი თვალის სამაგიერო. ხოლო იესო მილოცა იმისთვის, რომ ზეციერ მამას შეენდო ყველა მისი შეურაცხყოფის მიმყენებელი ადამიანისთვის. ლუკას სახარების 23 თავის 34 მუხლში ვკითხულობთ, ხოლო იესო ამბობდა: მამაო, მიუტევე ამათ, რადგან არ იციან, რას ჩადიან. სიკვდილის დროს სამსონის ხელები მრისხანებით იყო გაშლილი ორ სვეტს შორის, ხოლო იესოს ხელები კი სიყვარულით. სამსონი მოკვდა, იესო კი კვლავ ცოცხალია. მე დღეს ასე დავამთავრებ, მადლობთ მოსმენისთვის. სამსონის ცხოვრებას გავიცანეთ 4 თავში 13, 14, 15, 16 თავები საჯულების წიგნიდან, მე-7 წიგნი რიგით ძველი აღთქმისა და დარჩენილი თავები რამდენი გვაქვს ჩვენ 17, 18, 19, 20, 21. იწყება დეგრადაცია, საოცარი სურათები აღწერილი, მათ რაღაცა მოკლე იმაში გადმოცემულია ისეთი ვარდანა მოსახლეობის ისრაელისა, რომ თემები ყალზე დაგიდგება, თამაშ შემდეგში გავეცნობით. ეხლა რასაც ჩვენ მოусმინეთ და ალბათ იმედია ყურადღებით მოусმინეთ, ისეც თქვა აქ, რომ არაერთხელოვანი შთაგონებული იყო ასეთი ბიბლიური სიუჟეტებით. მე ისიც გითხარით, რომ ყველაზე ცნობილი ტილო და ძალიან საინტერესო ღრმა ფსიქოლოგიური წარმოჩენით არის ხასიათება რემბრანდტის სტილო, სამსონი და დალილა. ასევე გითხარით ლიტერატურა არის დავალებულია და ასევე მუსიკაც, ვისაც აინტერესებს, შეგიძლიათ ინტერნეტზე ამის საშუალებას იძლევა, უფრო ახლოს გაიცნოთ და მეტი ინფორმაცია აკრიფოთ ამის შესახებ. ახლა შეხებ ლიტერატურული ასოციაციები და ალუზიები. მაგალითად, იცით ასეთი პოეტი იყო ძველ საბერძნეთში ჰომეროსი. მე-7 საუკუნე ძველი წელთაღრიცხვის ზოგი მონაცემით მე-9. ეს საუკუნე უფრო ახლოს არის საჯულების პერიოდთან. საჯულების პერიოდი არის მე-14 საუკუნის შუა წლები, ხო, მაგ რაიონში მე-12, მე-14 საუკუნეები არის და სულ აშორებს ჰომეროსის ეპოქას 200-300 წელი. და თუ გახსოვთ, გილიადაში არის აქილევსის ხილეი, რომლის სისუსტე არის ქუსლში. აქედან გამოთქმა აქილევსის ქუსლი, არის ეს პოემა. რამდენად იცნობთ, ზოგიერთები იცნობენ, ზოგს დავიწყებული აქვთ, მაგრამ ასე თუ ისე ვინც იცნობს ბერძნულ ლიტერატურას, იმისთვის ეს ცნობილიც არის. ქართლათაც სხვათა შორის ეს პოემა ნათარგმნია. მართალია, ესეთი დიდი იმით არ გადმოიცემა, როგორც ორიგინალში და სხვა თარგმანებში, მაგრამ ასე თუ ისე ზოგ წარმოდგენას გვაძლევს, ის მუსიკალობა, რა თქმა უნდა, არ არის. მაგრამ არის სიუჟეტი, არის ასევე პროზაულ ენაზეც ქართულ სალიტერატურო სივრცეში ზურაბ კიკნაძის მიერ ოდისევსის ეს პროზაული ვარიანტი, თუ ვისაც ქართულ ლიტერატურასთან სიახლოვე აქვს, იმისთვისაც ეს ნაცნობი იქნება. შემთხვევითი არის ის, რომ თვითონ აქილევსის სიტყვა ბერძნული ლიტერატურაში სიტყვებს ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც ქართულ ლიტერატურაში, მაგაც ეგნატი ნინოშვილის გმირები, სახელები წარმოაჩენენ მის გმირების თვისებას. გითხარით ადრე სპირიდონ მციриშვილი, ტარიელ მკლავაძე, კაცია მუნჯაძე, დავით დროიძე და ასე შემდეგ. ასევე არის ძველ ბერძნულ ლიტერატურაშიდაც. თვითონ სიტყვა აქილევსი, უარყოფა არის, ქილეო ნიშნავს მატერიას, ნივთიერებას.
ხაზგასმულია ის, რომ ეს პიროვნება იმატერიალური, არამატერიალური ძალა აქვს მას, აქილებს სიცხე ესეთი არის და მისი სისუსტე არის ქუსლში. გახსოვთ აქ რო ვკითხულობთ ახლა სამსონსაც, სამსონის ძალა თმების მგაზრდაში კი არ არის, ღმერთი მუშაობს მაგ იმაში, ახლა ქუსლებზე არ არის ლაპარაკი. საიდან არის ეს ასოციაციები თუ არ არის ერთიანი შეხედულება სამყაროზე, რომელიც არის დამახინჯებული ვარიანტები და მე ეს მითიზირებული ღმერთიდან გამოტანილი რაც არის, მე მითიზირებული ფორმას იღებს. მაგალითად, კაინმა გამოიტანა რა ის, იარა კაინის ცივილიზაცია მართალია მე წყალქვეშ მოექცა წარიხოცა, მაგრამ ისევ დაიწყო ხო სატანა ხო იცით არის ამრავლება რო დაიწყოს ნოეს ოჯახის მეშვეობით უკვე სემი, ქამი და იაფეთი კაინი აგზელებს ქამიტური ტომები და ასე შემდეგ და არა მარტო ეს ის ხალხი ყველა რომელიც ცოცხალ ღმერთს უარყოფს. ზოგადი კრებითი სახელით კაინიანი ეწოდება ყველა იმას, ახლა აი ფილისტიმელები შეიძლება მაგ იმაში ჩავრიცხოთ ხომ ეს ფილისტიმელები პლანეტიდან კი არ არის მოსული ჩვენ ამის ისტორიას, გენეალოგიას რო ვსწავლობდით, ვიცით ეს საიდან მოდის ფილისტიმელები, რომ ეს ახლა სემიტური ტომი ეს არ არის საიდან გამოვიდა. ნოეს სამი შვილიდან ერთ-ერთი იმაში შთამომავალი განსაკუთრებით ქამიტელებისა, ქამის შთამომავლები არიან ესენი მისი სხვადასხვა ესე იგი განშტოებებით და ეს დასახლებული ამ ტერიტორიაზე, ქანაანის ტერიტორიაზე, რომელიც ამ სახელს აკრებითი სახელი ეს არ არის მარტო კონკრეტულად ერთი ქანაანი. მისი გამრავლება გამრავლდა ისა და ცოდვა მოიხსენებათ მის მრავალფეროვნებაში წარმოჩდება და დემოგრაფიული მასაც იღებს ხომ ფორმასაც. ასევე ბერძნულ მითოლოგიაშიც არის მსგავსი ის შეგვიძლია მოვძებნოთ. ახლა რატო ვიძახი ამას? ათეისტურად განწყობილი ადამიანი იმავე წუთში ებღაუჭება ამას, რომ აი ეს ლეგენდა საბერძნეთშიც ესია, ვთქვათ, აქილეს მოუხმებს, იქით ჰერაკლეს მოუხმებს ხომ? ჰერაკლე, ხო, ესეც ბერძნული სიტყვა არის, კარგი ინფორმაციის მატარებელია და გახსოვთ კრენზირებულიც არის. არა მარტო მხატვრულიებით არის ეს გადმოცემული ეს ჰერაკლეს საგმირო საქმეები და ოქროს საწმის ის ისტორია, არამედ მულტიპლიკაციური იმითაც არის გადმოცემული. რატო გაუსვიე ხაზი ამას? ბევრი რამე არის ბიბლიიდან დავალებული და ეს წიგნ და წიგნი იმიტომ არის, რომ ამ სასიცოცხლო წიგნიდან გამოდის ყველაფერი ის, რაც მითებს უკავშირდება. შეიძლება გაიკვირდეთ, თვით ბიბლიური ცოცხალი წიგნიდან გამოდის ისეთი ფოლკლორული მითოლოგიური სიუჟეტები, რომლებიც უხათ არის მიმობნეული ყველა ერის ფოლკლორისტიკაში და იმას უფრო პატივს ცემენ ვიდრე ბიბლიას. უფრო მეტად სარწმუნოდ მიაჩნიათ ბერძნულ რომაული მითოლოგია და რეალურად უსო აღიქვამს რომელიმე მკითხველი ვიდრე ბიბლიას. ამას გაპრათულენ, გასაოცარია პირდაპირ. ბევრი რამე აქედან არის აღებული. და ბუნებრივიც არის, თუ გადმოწერილი არ არის წიგნიდან, სატანა ხო არიღაც. სატანას არ მიაქვს ინფორმაცია ჩვენ ცნობიერებაზე, ტალღები ვის მოაქვს. თუ როგორ ხდება აღმოჩენები. აინშტაინს რა ინსტიტუტიდან აქვს ის განათლება, რაც მიიღო, ის ცნობილია, რომ ყველა ძლიერი გენიოსი ინსტიტუტში საერთოდ არაფერი კავშირი არ ჰქონდა ინსტიტუტში თომას მას და არა მარტო თომას მას. ას ინსტიტუტის დიპლომები მიუღია და არც სოკრატეს და არც პლატონს, ხომ ცნობილი ამბავი ეს. ვინ აძლევს ამათ ასეთ ცოდნას, აი ვინ? ორი ესეთი ცოდნის მომტანი, ერთი რომელიც სწორ ცოდნას გვაძლევს სამყაროზე, ადამიანზე და ყველაფერს სასიცოცხლო ფორმით, მეორე რომელიც ამას ამახინჯებს და ამ ამახინჯებას გამკუღმართებელს ქვია ძლიერი სულიერი არსება, ბერძნულ ენაზე სატანა რო ქვია და ქართულად ცოტა ზღაპრული შეფერილობა როზდადეს ეშმაკი. ხო, ეშმა და ეშმაკი, თუმცა ეს ესეც სინონიმია მისი. თორე ისე ამას ბერძნულად მოწინააღმდეგე ქართულად რო თარგმნა სატანა არის მოწინააღმდეგე, მოკამათე, მიმტაცებელი, მატყუარა, ცრუ, აი ყველაფერი ეს ძლიერი სულიერი არსება არის. ეს ბოგინობს სამყაროში და სწორედ ამის მეშვეობით მოხდა მთლიანად აი სამყაროს ამოტრიალება, ხო? ამაზე ცნობას გვაწვდის ბიბლიის შესაბამისი ადგილები და გითხარით, ჯერ ამას ადასტურებს ახალ აღთქმაში იესო ქრისტე. და მე-14 თავი მთლიანად ამაზეა ლაპარაკი. თქვა სატანა რატო დაეცა ეს? ვინ იყო ეს? როგორ შეიქმნა? როგორი სულიერი არსება იყო, რა ლამაზი იყო, რა კარგი უმაღლესი ღვთაება, ეს ანგელოზი, რომელსაც აქვს ძალიან ახლო ურთიერთობა ღმერთთან. და პირველად რომ ეს სიამაყისა გამო გაეჯიბრა ღმერთს და იგი უკვე განდევნილი იქნა ღმერთიდან, გადმოგდებული, ესეც არის აღწერილი და აი ასე უკვე მისი სამუშაოები დედამიწაზე უკვე განდევნილი არსებისა არის განპირობებული მის საქმეები რითია რამენაირად ღმერთს ხელი შეუშალოს და ყველაზე მეტად ღმერთს ხელი შეუშლის სატანა იმით რომ მოაშორებს ადამიანებს როგორიც არის ხო შედარებით ღმერთთან ეს სატანა რო ესე ფიქრობს მაგას გონია ამით ახლა ადამიანებს დააშორებს ღმერთს არა და არა იმიტომ რომ პარალელზე ღმერთი დაყვება ადამიანს და ეუბნება ყველა ინფორმაციას აწვის სამყაროზე სატანაზე სხვათა შორის ბიბლიაში არის სატანაზე ინფორმაცია რომ ეს დამალული ყოფილიყო ჩვენ დავიღუპებოდით აკი პირველივე ფურცლებზე მესამე თავიდან ჩვენ როგორც პიროვნება სატანა გვეცნობა კითხველებს თუ ადამი და ევა როგორ ლოგიკური ოპერაციის დამახინჯებული ლოგიკური ოპერაციის წყალობით შეაცდინა და არც კი შეაჯერეს და შეამოწმეს სატანიდან მიღებული ცოდნა ღმერთთან ისევე გაიზიარეს ეს და შეცდნენ და მიიღეს აი ეს ერთგვარი რაღაცა ის თეორია
და რეალობაში განახორციელეს, რითაც ღმერთს დაშორდნენ. ამ სურათს ღმერთი თვალყურსადევნებდა და ხომ არ გონიათ ღმერთს რაღაც დასასვენებლად წასული. ყველანაირად ყველაფერის მწოდნიერი წინ და წინ, მაგრამ ხელი არ შეუშლია ადამიანისა და დევის ასეთ იმაში. ალბათ კი დიდი ესეთი სინანულით ამას ალბათ თვალყურსადევნებდა თუ როგორ გადაუხვიეს ცნებებს. ცნება დადებული ღმერთის მიერ ეს არის გარანტია მარადეული სიცოცხლისა და დარღვევა არის მარადეული სიკვდილი. ამიტომ ამ ცნების დარღვევის მთლიანი გამოსყიდვა და აღდგენა არის მთელი ბიბლია, რასაც აკეთებს მეორე ჰიპოსტაზი იესო ქრისტე ძე მამისა, სამების მეორე ჰიპოსტაზი და მესამე ჰიპოსტაზი, რომელიც მადლის ეპოქაში აგრეგატ მუშაობს ინდივიდუალურად ყველა ადამიანთან, ვისაც რწმენა აქვს იესო ქრისტესი და აღარ გვჭირდება რიტუალები, თავისთავად გაუსაძლესი ჩატარებები ამ მარხვებისა და რაღაცა სისულელეებისა. ამას არ ითხოვს ღმერთი ჩვენგან, რომ მარხვით თქვენ რაღაცა გადარჩეთ. მარხვა ინდივიდუალური მოთხოვნილება ადამიანის თუ უნდა, მაგრამ ეს იმიტომ აკეთებს ამას, რომ გაიწმინდოს გული, სული, მოინანიოს და აღდგენილი ურთიერთობა დაიწყოს ღმერთთან. დღეს მარხვას უფრო რიტუალური ისა არაფერი პრაქტიკული ამას არ მოყვება. ჭამას უკავშირდებესა და თანაც მარხვის მოდერნისტული სახეცსაც ხედავთ. ეგრეთ წოდებული სამარხო საჭმელები ავიწყდება ყველას, რომ ბიბლიაში მარხულობს ადამიანი, არაფერს არ ჭამს, არაფერს არ სვამს. დღეს ამას ადამიანი ვერავერ შეასრულებს. სასაცილოა პირდაპირ, როცა შენ კულინარის დიეტულ ფორმას მიმართე და ამას ეძახი მარხვას. დააკვირდით, მომარხულები არ ჭამდნენ, მიაქციეთ ყოლები არ სვამდნენ. იესო ქრისტემ 40 დღე წყალი არ დაულებია. საჭმელი არ უჭამია, ეს არის უცნაურობა. აქ არის ღმერთის ძალა. დღეს ახლა კაცმა 3 დღე რო არ დალიოს წყალი, ამაზე მეტად ვერ გაძლებს და 2 კვირა მაინც რო არ შეჭამოს, დამთავრებულია იმის ამბავი, სხვა ქიმიური ისენი წავა ორგანიზმში და მთლიანად საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ყოველ შემთხვევაში სიკვდილი გარანტირებული აქვს. დააკვირდით, როგორ ტრაბახობს მთელი ერი, აი ვაცხადეთ შიმშილობას და წლობით რო შიმშილობენ, ვითომ პოლიტიკური შიმშილობა, პატიმრების შიმშილობენ. ჯერ არ მოგვტარა შიმშილეთ. თქვენ გწმენიათ საქართველოში ვინმე შიმშილობით მოგვტარიყოს? აი ესე პროტესტანტის შიმშილობებზე ვიძახი. ისე კი შეიძლება სოციალური შიმშილობით საჭმელი რო რა კაც, ყვირის მინდა საჭმელი მარ ის იკუდება, მაგრამ იმაზე ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს. მაგრამ პოლიტიკურ სივრცეში თუ გინახიათ ვინმე, წლობით რო შიმშილობს, თვეობით, აი შიმშილობის პირველი დღე, შიმშილობის 2 კვირა, შიმშილობის 3 კვირა და რა დასუქებულები და გაჯანსაღებული ერე და გაუთავებლად ტელევიზიიდან თავს რო გვაწონებენ. ეს არის კლიაუზნიკობა და ახლა რელიგიური შიმშილობა. რისი მომცემია? პოლიტიკურ სივრცეში შიმშილობა არის პროტესტი, რომ ამით აგრძნობინო მთავრობის წარმომადგენლებს, რომ შენ იმდენად ღირებული ხარ, თუ არ მოგაქციეს ყურადღება პროტესტს აცხადებ ყველაფერი იმისა, რასაც მთავრობა გაწვდის და შეშფოთდება მთავრობა და შეგაწყვეტნებს შიმშილობას იმის გამო, რომ დააკმაყოფილოს შენი მოთხოვნილება. მაგრამ არაფერი არ ხდება. მსგავსი რამე არ. არც მთავრობას ეშინია ამის თეატრალური შიმშილობისა და მოშიმშილებს დიდად არ არის წმენით გამსჭვალული შესრულდება მისი მოთხოვნილება. ამიტომ ეს თეატრი თეატრად რჩება და ხალხი ამ სიცრუეში აგრძელებს ცხოვრებას. რელიგიური შიმშილობა როგორი ფორმა აქვს? რელიგიური შიმშილობას არ აქვს პროტესტანტული, ვთქვათ, რელიგიური შიმშილობა ბიბლიაში, რომელიც რამოდენიმეჯერ მოსეს აკეთებს ამას 40 დღიანს და მეორე ჯულის კანონში და ლევიტელებში არ არის ეს როგორც რელიგიური აუცილებელი მოთხოვნილება მორწმუნესთვის. ეს არის ინდივიდუალური. ყოველთვის ადამიანი როცა იწყებს მარხვას, ეს განწყობილი არის ღმერთთან სასაუბროდ და თუ არ იმარხულა მან და ამით გვემას არ ექნა ადგილი, ისე მასთან ღმერთი არ დაიჭერს ადგილს და არ დაელაპარაკება. ამიტომ ბიბლიაში ვინც მარხულობს, მარხვის შედეგად ღმერთი კონტაქტ შედის და ელაპარაკება. სხვანაირად არ გამოვა. დღეს რა ფორმა არის? დღეს ახლა პლანეტაზე ქრისტიანების მარტო ერთი ესეთი ორთოდოქსული ფორმა აწარმოებს ამ შიმშილობას თუ რა ქვია, მარხულობას, მაგრამ კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი ამას უარყოფს. ამ სივრცეში მხოლოდ რუსები და ქართველები და რაღაცა სერბები და კიდე ბულგარელების რაღაცნაირი სახეობები არის, რომლებიც ვითომ მარხულობენ და ყველაზე მეტად დიდ მნიშვნელობას ამას ქართველები ანიჭებენ მარხვას ვიდრე რუსები. და ამის აფიშირება მიდის. 40 დღიანი, ცოტა მეტი კიდე 50 დღიანი, მერე კვირაში ორჯერ მარხვა, საკვირაო მარხვები, სათვეო მარხვები, წლიური მარხვები და ისმის კითხვა, ამას შედეგი რა მოყვება? ბიბლიაში მარხვას შედეგი მოყვებოდა, რომ ყוლა რატო ეს ემზადებოდა შესახვედრად. ღმერთთან შესახვედრად მარხვა არის გაწმენდა, იმიტომ რომ ცოლად დაცემულ ადამიანთან ღმერთი არ მიდის და არ საუბრობს. ამიტომ აუცილებელი იყო ემარხულა, რაღაც ამაში მდგომარეობაში ჩაეგდო თავი მორწმუნე პიროვნებას, ესე იგი ღვთისკაცს და ყოველივე ამის მერე მართლად კონტაქტი, ინტიმური ურთიერთობა აღსდგებოდა. აი დღეს მარხვას რა აქვს? იესო ქრისტე ამას რო აკეთებს, აქ არის ერთგვარი როგორც სიტყვენ ტესტი. აი სატანა უკეთებს ამას, ახლა იესოს არ ჭირდება იმარხულოს ხომ, იმიტომ რომ მამასთან ისაუბროს.
ემას ეს არ ჭირდება, იმიტომ რომ იმთავით იესო არის უცოდველი. როცა აქ პარალელებს ავლებთ და შედარებას 100% კი არ უნდა მივხვდეთ იმას, რომ იდენტურობას აქვს ადგილი, თქვა სამსონი და თქვა იესო ქრისტე. სად სამსონი, სად ქრისტე. ჯერ ერთი სამსონში ქრისტე და ღმერთი მუშაობს და არა თვითონ სამსონი. სამსონი ცოდვადაცემული ადამიანია, უბრალოდ იარაღი და ინსტრუმენტი არის ღმერთის ხელში, მაგრამ პარალელებს რო ვეძებთ, ისე არ გავიგოთ, რომ რაღაც შეცდომაში არ შევით, რომ ეს გავაიგივოთ ქრისტესთან. ესე იგი, წინა სახე ნიშნავს, რომ პატარა დოზით ნახეთ სამსონში აირეკლება ესე იგი, ის მუშაობს, ვინც უნდა განკაცდეს. და ამ ხრივ არის სამსონი რაღაცა იმეებით წინა სახე და მეორე განსხვავებულობა. რაც ერთიც იქნა წარმოჩენილი და მეორეც. რით არის მინიშნება, ნახეთ, უცნაური დაბადება, ესე იგი, შვილი არ აყავ დიდი ხნით და მათ ანგელოზის ჩარევით იბადება სამსონი. შემდეგ ნაზარეველი დაბადებით. ამით მართლა მსგავსება არის, მე უკუგდებული მსგავსება. რითი არის განსხვავება? ესეც იყო. რითი? ეს ცოდვილია, იესო უცოდველია. ამიტომ უცოდველ იესოს რა შეჭდება მარხვა? ხოლოდ იმიტომ რომ ტესტი. აბა გაუძლებს თუ არა და სატანა ცდილობს რომ იესო შეაცრინოს და მოშიებულ კაცს და წურვალე კაცს თავაზობს წუთისოფლის ესეთ სიამოვნებებს, რადგან იესო პასუხობს საღვთო წერილიდან. და სამივე კითხვას პასუხობს ღმერთის წერილიდან და სატანა განშორდება მას. ამით ის იმარჯვებს რა ამ იმაზე ჩვენც გვასწავლის არა იმას რომ დავნერგოთ მარხვის რიტუალური ფორმები, რელიგიური ფორმები და ამით გადავრჩებით. იესომ გადაგვარჩინა ჩვენ. ჩვენ კიდე თუ ღმერთთან ურთიერთობა გინდათ და ამ შემთხვევაში ღმერთთან ურთიერთობა არის ბიბლიის მეშვეობით, ლოცვით, ურთიერთობით, არ არის თქვათ დასაწუნი და დასაგმობი პიროვნებამ პიროვნულად იმარხულოს, განეწყოს ღმერთთან სასაუბროდ, გაისუფთავოს გონება, გული და ასე დაიწყოს ღმერთთან ურთიერთობა. ეს დასაშვებია. ის აწყდება საქართველოში აგრე თეატრი. და თეატრს კიდე ღმერთი არ იწონებს და რისხვით ხდება, რაც აირეკლება ნაყოფებში საქართველოს არაფერი არ მოაქვს პრაქტიკული ამ მარხვას. თელ საქართველოს არ მარხულობს, არ ვიცი როგორ მარხულობენ, მე უფრო მეც გეტყვით, არავინ არ მარხულობს. ყველა ჭამს. ძღომაზე ჭამს და ეს არის უფრო საშინელება კიდე. იმიტომ რომ ვერან ვერ გაძლებს ხალხმა 40 დღით ვინ შემშილებს არ გამაგიჟოთ ახლა. წავიდა ის დრო და იმიტომ რომ არც არის ამის საჭიროება, როცა არ არის ამის საჭიროება, თუ დაიწყებ 40 დღიან შემშილებას გაპარჭიკდები. ის ვინც ამას მოსედა ის აკეთებს ორჯერ და სამჯერ ავიდა მთაზე, ის ძლიერი ჩამოვიდა. იმიტომ რომ სული როცა შენთან არის ყვებავს უცნაური რაღაცეებით 40 წელი დადიოდა ხალხი უზოუკვლოდ წრეზე დადიოდნენ უდაბნო იმიტომ რომ ეს ესეთი ადგილია რომ არც მარკეტი არც საჭმელები არის და ციდან მანანით იკვებებოდა ეს ხალხი 40 წელი ერთი და იგივე რაღაც ქაშს როგავს რაღაცნაირს ესეთი ხო მანან არც იცოდნენ ეს რა არის საჭმელი და სახელიც იმიტომ დაერქვა რა არის ეს აიბრაულ ენაზე მანანა ამით იკვებებოდა ხალხი და ძალა არ დაკლებიათ ესე იგი ღვთაებრივი სული ახლდა ამას და როცა ღმერთი ჩვენთან არის შიმშილობას აზრი აქვს იმიტომ რომ ამას თავისებური ახსნა აქვს ამას თავისი დღესდღეობით უკვე ამას არც ძალა აქვს არაფერი არ აქვს მარხულობს ადამიანი იმიტომ რომ საეკლესიო ორგანიზაციამ შემოაგდო ესა და საწყალი მორწმუნე აყვა ამას და მე გაითვალისწინეს ეს რომ ისედაც სუსტი ადამიანი და ხიერია ქვეყანა და სამარხულო საჭმელები შემოაგდეს თან ფასი დაადეს თქვენ ამას დაარიგე საჭმელი კაც ღმერთი უფასოდ არიგებდა ციდან მანანას და სამარხულო საჭმელი უფრო ძვირიღის კიდე უფრო ვიდრე ჩვეულებრივია ადამიანი ილუზიაში არის ვითომ შეასრულეს რიტუალები და დაგმაყოფილდა დიდ შოკს მიიღებს ყველა ეს ვინც ამ თეატრალურ რელიგიურ წარმოდგენებში მონაწილეობას იღებს და ასე იმშვიდებს თავს რომ იგი მორწმუნე არის წმენა დღეს შემოდის ღმერთის სიტყვისაგან ღმერთის სიტყვა კი არის წიგში აკითხვა უნდა ამას მოსმენა უნდა ამას აქედან უკვე თქვენ უნდა იმოქმედოთ მის შესატყვისად თუ გული ითხოვს მარხვას იმარხულებ კიდევაც თუ საჭიროა მაგრამ ეს იმიტომ რომ მეტად გინდა რომ კარგად გაიქო მაგალითად თუ უხეშ სიტყვას ვიღარ გაძღა ადამიანი მაგრამ გაძღა გამძღარი ადამიანის გონება ისეთი ის არის გაზარმაცებული რომ ახმა არათუ ბიბლისა ახმა ნებისმიერი ვთქვათ ესთეტიური იქნება ეს ლიტერატურული წყაროებისა ძნელდება სწავლასაც კი რომ გაძღებით წინს ვერ კითხულობთ იმიტომ რომ რაღაცნაირი მდგომარეობაა საჭირო არც გაძღომა ზედმეტი და არც შიმშილი ზედმეტი შიმშილიც ისეა გამოთაყვანებული კაცი ვერაფერს ვერ წაიკითხავს ვერაფერს ამიტომ ზომიერება ყველაზე მაღალი ის არის ეგა და ალა როდესაც კაცი ითხოვს იმას რომ მე იცი რა ხელს მიშლის მაგალითად ზედმეტი ჭამა თქვათ კარგად ვერ ვსწავლობ ბუნებრივი ვერ ჭამას იკლებს რათა ბევრია შესასწავლი პროგრამები რაღაც ამეცადინო და ეს ხელს უშლის მას იმიტომ რომ გაძღებით თუ არა იმთუში გაკოტრიელება მოგინდება და ძილი ასე რომ ამ მარხვას როცა ღმერთთან გვინდა საუბარი საჭიროა რომ ამის ცინცხალი გონება გქონდეს ხო აი ძალიან ესეთი საჭმელი ხელს უშლის უნდა შევარჩიოთ ეს სწავლის პერიოდში და სტუდენტი თუ ყოველდღე ერთი კვაბილობიუთი გასკდება და დღეში 5 ჯერ ის პროგრამას კარგად ვერ აითვისებს ეს ძალიან უხეშად და ძალიან უთეხებას ვახდენ ამ თემისა ესე იგი აი აქ აგვირდით ნაზარეველი ჩვენი ეს სამსონი ძალიან ბევრი ასოციაციები მოდის რა ლიტერატურიდან იმიდან ამიდან და საკითხი ასე დგას
თქვათ სკეპტიკოსების ფამილას ესაგას ლიბერალები რომ ეს იცი რა გადაწერი გადმოწერა არის და რარას უსწრებს წინ დაიწყებენ ამიტომ ისაია აქეთ არის და მანამდე იყო ჰომეროსი და შეიძლება ეს ჰომეროსიდან არის აღებული და ეს არავითარ შემთხვევაში ეგ არის ტყუილი არანაირად იმიტომ რომ ღმერთს დაშორებული ადამიანები ვინც დაშორდა ღმერთს იმან წამოიღო ეს ამბები და დაამახინჯა მსგავსად იმისა რომ მე გეტყვით ერთ რაღაცას რაღაც ფაქტს მოგაწყვეთ ცხოვრებისეულ ფაქტს თქვენ შეგხვდებათ მეორე ადამიანი და თქვენ ზუსტად ისე ვერ გადაცემთ რაღაცას მოაკლებთ ჩემსას რაღაცას დაამატებთ იმ მესამე პირმა თქვენგან წაიღო ის იმანაც შეუცვალა და მეათე პირი მე-11 მე რომ ხვდება ჩემივე ამბავი გაშვებული მიბრუნდება ისეთნაირად რომ საერთოდ ეს მე არ მithქვია. აი ესეთი რამეა ბიბლიაშიც. პირველად ურთიერთობდა ადამი და ევა ღმერთთან. ყველაფერი მოისმინეს განაჩენი. გამოდიან სამოთხის ბაღიდან იმის გამო რომ ცოდვის გამო ღმერთთან ურთიერთობა აღარ შეიძლება. ღმერთი მათ პირდებად გამომწყიდვეს და ესე იგი ეს უნდა გადასცენ კაცობრიობას. კაცობრიობის ის კიდე იწყება როგორ შვილების გაჩენა. დედმამა გადასცემს შვილებს აბელი და კაინი. ამავე დროს არის პერმანენტული არა, დისკრეტული, გამოცხადება თუ შეიძლება ეს ტერმინი ვიხმაროთ. პერმანენტულისას მუდმივად რო გეცხადები. ეს კიდე ღმერთმა იცის როდის შეიძლება 25 წლის მერე გამოეცხადოს ვინმეს და დაელაპარაკოს. ძველად ხმაში არის ესეთი გამოცხადებები, ხო დისკრეტული გამოცხადებები ქვია ამას. დამიდება შვილებს უყვება ამას. შესაბამისად კაინიც რო დაშორდა უკვე ღმერთს გაიბუტა და წავიდა ნოდის მხარეში, წავიდა იქ და დაიწყო კაინიანის და თელი რიგი რაღაცეები, ცივილიზაციას დაუდო საფუძველი, თავის შვილებს მოუყვებოდა ამბებს და ამახინჯებდა ბევრაღეთს და გაამტყუნებდა ღმერთს და გაამტყუნებდა აბელს. ეს ხო დამალულია ბიბლიაში. მაგრამ ადამიანის ბუნება ხო კარგად ვიცით. როგორ ამახინჯებს ადამიანი, თქვათ ნახევარ სიმართლეს როყვება. დაინახავს რაღაც სურათს და ისე კი არ მოყვება რაც არის. შემიძლია ერთი ფრაგმენტი გითხრათ, ასოციაცია შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს. მაგალითად, შეყვარებული იმას სფეროში განვიხილოთ ეს ცოლ-ქმარის ურთიერთობა, რომლებიც ერთგვარად სახლში ხვდებიან ერთმანეთს იშვიათად. განპირობებული ეს იშვიათი შეხვედრა იმით ხდება, რომ ერთიც მუშაობს მეორეც. და სახლი არის თავშესაყარი ცოლ-ქმარისა და მონატრებული ცოლ-ქმარი იმის გამო რომ ერთი დაკავებულია თქვა 8 საათი 9 საათი არ იცლიან ერთმანეთისთვის ურთიერთობისათვის და ამასობაში შემოდის ეჭვი. განსაკუთრებით ხალხი ეჭვანებს ქმარზე და გონია რომ რაგიღაი სამსახურიდან ესე ადრე არ მოდის რაღაცა შეუშვა თავში ისროს ღალატობს. ეჭვი შევიდა რა დაიწყო რყევა. ახლა რა საკეთებს ამი? ერთ ჩვენიერ დღეს ასეთ სურათს უყურებს ეს ქალი. გადის გარეთ და სეირნობის დროს გაიხედა ერთ ვიტრინის იქით და ზის თავისი კამარი და ელაპარაკება ვიღაც ქალს. ამ ქალს რო ელაპარაკება ეს შორიდან უყურებს ამას და ამათი საუბარი დასრულდა ფამილარულ სითბოს გამომჟღავნებით რაც აისახებოდა ამბორით და გამომშვიდობებით. აი ეს სურათი დაინახა თუ არა აი ამ პიროვნებამ გამიგეთ ეს აღიქვა როგორც ღალატად და სახში მოსულ ქმარს პირდაპირ ომი გაუჩაღა. ამ დროს სურათი ასეთია ამას ხვდება ადამიანი, რომელიც პირდაპირ დახმარებას ითხოვს პიროვნებისგან, არაფერი არ აკავშირებს გარდა ადამიანური ურთიერთობისა და სითბოს დიდი ხნის მეგობრები, ნაცნობები არიან და კაცს გულში არასოდეს არ გაუულია ღალატი ცოლისა. არ გინდათ დააჯეროთ ცოლს. ეხლა რატო ვიძახი ამას? აი ბიბლიის წაკითხვაც ანალოგიურად ხდება. არა მარტო ბიბლიის წაკითხვა, ურთიერთობა ღმერთთან კაინის და აბელის. კაინი ღმერთს დაშორდა და დაშორების შემთხვევაში გაბუტულ ადამიანს წარმოდგენები წაყვა ღმერთზე. მაგრამ ღმერთი ამასთან აღარ კონტაქტობს. ამიტომ ღმერთი რო შენთან აღარ კონტაქტობს, აგრძელებს შენ მასთან ურთიერთობას, რა თქმა უნდა, აგრძელებ ურთიერთობას ცნობიერებით. ცნობიერება შემოინახა მეხსიერება და დროთა ვითარებაში აი ეს გაბუტულობა თუ დაბოღმა იზრდება და ამახინჯებს შენს წარმოდგენას იმ პიროვნებაზე და ავცელებ ჭორებს მის შესახებ. ბიბლიაში კაინი რომ მოდის მეთქი. კაინი ხო წამოვიდოდა ღმერთიდან. როგორ ფიქრობთ ის? საერთოდ არ გამაგონოთ ღმერთზე ლაპარაკს იტყოდა? ჯობდა ესე თქვა ვიდრე დამახინჯებ. კაინიც და თავის თავმოყრს ეტყოდნენ ღმერთი როგორია და ამ წარმოდგენების შედეგად შეიქმნა ღმერთის თვალსაჩინო წარმოსახული რაღაც კერპი, ქვაში გამოთლილი, აქედან იწყება კეთაყვანისმცემლობა. იგივე არის დღეს საქართველოში. საქართველოში დღეს მორწმუნე დამოკიდებული არის მღვდელზე. ეს მღვდელები კი არ ურთიერთობენ ღმერთთან, არც ერთი არ არის ღმერთთან. უნდა იყვნენ ბიბლიასთან. არც ბიბლიასთან არ არის, იმიტომ რომ ბიბლიასთან რო მღვდელი მივიდეს, მღვდელი აღარ იქნება ის. თვითონ ბიბლია ეტყვის, რომ არა, ესე არ მოხვიდეთ ჩემთან. ხვდებით რა უცნაურია. ამიტომ მღვდლების უდიდესი უმრავლესობა ბიბლიას არ უყურებენ როგორც ერთადერთ წყაროს და დაამატებენ სხვადასხვა რაღაცებს და ამით არღვევენ ბიბლიაში მოცემულ ღმერთის დებულებას, რომ არაფერი არ დაამატო, ამას არ მოაკლო. ქართულ სივრცეში ამატებენ ძალიან ბევრს. ქართულ ტრადიციებს, კულტურას, რელიგიას, სხვადასხვა რაღაცებს ითვალისწინებენ. წმინდა მამების წერილებს, დღიურებს და რა თქმა უნდა, ქართველი მწერლების წმინდანობის ბიოგრაფიებს. ყველაფერი ერთად ეს კრებით სახელს იღებს და ამას ერქმევა მორწმუნეობა და უფრო მეტი ამას უკავშირებენ ქრისტეს და მართლმადიდებლობას. დააკვირდეთ რამხელა სიმახინჯეა და ეს არის ტყუილი, ნახევარი სიმართლეა. ბიბლიაზე ვარც არ ამბობენ.
მაგრამ იმით არ ხემძღვანელობენ. შედეგი რა არის? არაფერი კარგი. ესეთი ადამიანი ცოდვა დაცემული ადამიანი. ამიტომ ან უნდა სწორი ვილაპარაკოთ, ან არ უნდა ვილაპარაკოთ. როცა ჩვენ ბიბლიაზე ვლაპარაკობთ, ბიბლიის წინდან არანაირად არ არის სწორი რომ მე ეს დავამახინჯო და ჩემი მისწრაფებებს დაუქვემდებარო ეს და შესაბამისად მოვატყუო სხვა ხალხი და შემოიყვანო მაშინ. მე აუცილებლად ჯერ დიდხანს ამ საკითხზე უნდა ვიმუშაო და ისე მოვამზადო ჩემი ცნობიერება რომ მისიონერი ვიყო, ესე იგი ღმერთის სიტყვის მიმტანი იყო სხვის ცნობიერებაზე. სხვანაირად მეტყავი გამწრება. ამიტომ ჩემთვის ავტორიტეტი არის ბიბლიური ჭეშმარიტების მოცემულობა, რაც არის. 66 წიგნი, რომელიც ჩვენამდე არის და მე დანარჩენაზე ვარს ვიძახი. ისევე როგორც თქვენ სიტყვით ამაზე ვარს. საჭირო არის ამის კარგი აღქმა. კარგი აღქმისათვის არის საჭირო რამიშლის ხმებს რო ეს აღვიქვა და რა თქმა უნდა პირველ რიგში ბიბლიიდან ვსწავლობ იმას, რომ სატანა ხელს მიშლის. როგორ უარყო მე სატანა ან დისტანცირება მოვახდინო? ამას ისევ მასწავლის იესო ქრისტე, ამიტომ საჭიროა მას მე კარგად ჩავწვდე და მის სიტყვას დაუჯერო. არ არის საჭირო კამათი, არის მორჩილება. თუ მე მას გავებუტები, ბიბლია წავიკითხე, დავშორდი მას, ის წარმოდგენები, რომელიც მე მახსოვს ერთხელ წაკითხვის შედეგად ბავშვობაში, ის მახინჯდება დროთა ვითარებაში, მე თავს მორწმუნედ ვთვლი და ამას ვავრცელებ ჩემ საზოგადოებაში. ეს უკვე არის სატანის მისიონერობა. არა ქრისტესი. ამიტომ აუცილებლად ჩვენი ინტელექტი, ჩვენი საუბარი შევამოწმოთ ბიბლიასთან, განსაკუთრებით ადამიანები, რომლებსაც პრეტენზია აქვს საფრთხო ჯული ღმერთის სიტყვა მიიტანოს ადამიანობა. დღეს ხომ იმ ეპოქაში ვართ ჩვენ რომ ვერან ვერ გაგვაკვირვებს იმ სასწაულებით, რაც ახლა ჩვენ გვიგვირს როცა ვკითხულობ და 21 საუკუნიდან რომ მივდივართ სადღაც 3300 წლის ისტორიას რო ვეცნობით, იმდენად ზღაპრულად აღვიქვამთ ამას რომ არ გვიჯერა ესა და ფოლკლორისტიკაში და რაღაც მითოლოგიურ სფეროში ვათავსებთ ამას და ამით დავიტეხავთ უბედურებას. ეს ჩვენთვის არის პირდაპირ ღმერთი მონაწილეობდა მაშინ და არანაირი თმაზე არ იყო დამოკიდებული სამსონის ძალა, ეს თმის გაზრდაზე კი არ იყო. ეს სიმბოლო თმები დღეს კოჭებამდე აქვს ხალხს მოშვებული, მაგრამ 10 გრამ იმას ვერ აწევს პამიტორს. შეიძლება წელი გაუშეშდეს. თმებზე არ არის ეს დამოკიდებული. ესე პრიმიტიულად არ გავიქოთ. თუ ღმერთი თქვენთან არ იქნებათ, გინდა ფრჩხილები მოუშვეთ, იცით რომ ადამიანებს ფრჩხილებიც აქვთ მოშვებული და თმებიც. კილომეტრზე რო გადის. გინესის წიგნშია შეტანილი ესეთი რეგვენები, ხომ? გინესის წიგნი ხო სატანის წიგნი არის, იქ ნახავთ ცოდვა დაცემული ადამიანები, როგორ იჯებერებიან ერთმანეთს სისულელეებში. გინესის წიგნი სწორედ ეს სატანის წიგნი არის, რო იცოდეთ. ყველა იქ შეტანილი ადამიანი სატანის იარაღი და მსახური არის. ისეთი მასალებია განთავსებული. მაგრამ აქ უკვე სხვა რაღაცა არის, მეგობრებო, ამ წიგნს როცა ვკითხულობ. რეალურობის გრძნობა თუ ამას არ დაყვება, მაშინ ზღაპრული ელემენტებით შემოვა სატანა მას აკეთებს და ჩვენ დაგვიმახინჯებს წარმოდგენაზე და გაგვართობს, რითაც ჩვენ სულს ავიწყმიდავთ. ამიტომ საჭიროა ამის ისეთი განცდით და იმით მიუდგეთ ამ საკითხს, ეს არის რეალური და უბრალოდ დღესდღეობით ეს არის დატოვებული აი ამ ფორმით, რომელიც საფრთხო წერილი ქვია ბიბლია ყველა ენაზე, რომ აბსოლუტურად ყველა ცივილიზებულ ენაზე ეს წიგნი დევს და ჩვენ როცა ვიტყვით რომ მორწმუნე ვართ, შეგვწყვეს ამისი. ჩვენი რწმენა შევამოწმოთ ღმერთთან. ღმერთი კი არის ბიბლიაში. ამიტომ ამის საკითხვა ყველას უჭირს და უძნელდება. განსაკუთრებით აი ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს. უფრო მეტად თუ ლიტერატურულ ნაწარმოებს ადვილად კითხულობს ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები, ვიდრე ბიბლიას. ეს იმდენად გულუბრყვილო და პრიმიტიულად წინ წლებში ეჩვენება ყველა ადამიანს. ეს რა არის ზღაპრები. ათმი და ზღაპრები. უფრო წაიკითხავს დერიდას, ბოდრიარს, სარტრის რაღაცებს, ამით მოგვაწონებს თავს, ნახავს რაღაც ჩახლახ თუ ჩახუჭუჭებულ რაღაცებს, თავს გაგვისიებს მაქსისულელეებით, ათასნაირი კრეტინიზმით. ეს კიდე ეს პრიმიტიულია. თუ ბიბლიასთან შესატყვისობით ან იქიდან ამოსული პიროვნება გველაპარაკება უბრალო ენაზე, ეს ხო ჩვენც ვიცით. შენ რამე ისეთი მითხარი რომ თქვენი ამიდუღდეს. ამიტომ ადამიანი მომართული ასია, ის ელაპარაკობს ტვინს აგირებს. და ტვინარეული ადამიანი როცა გველაპარაკება აი პოზიციიდან, ჩვენ ამას აღვქვათ როგორც ბრძენი. რატომ არის ბრძენი? ვერაფერი ვერ გავიგე. რო ვერ გავიგე, ჭვიანია. თუ გავიგე, ჭვიანი არ ახარ. ხო პარადოქსია. თუ გესმით, ვინც რო ლაპარაკობს თქვენთან, თქვენ ბრძნულად ჩაგითვლიათ ვინმე, ვისგანაც თქვენ აი ეს გებულობთ. დაიჭირეთ თქვენი თავი, იყო პერიოდი, რომ რასაც მე გებულობდი ჩვეულებრივად, ძალიან უბრალოდ, მე ჩვენა რომ ეს ხო ჩვეულებრივი ამბავია. სად არის შენი სიბრძნე? ნახეთ სატანა როგორ მუშაობს. ამიტომ ჭეშმარიტება არის უბრალო, სადა და ამით შეაფასეთ. კაცი რომელიც გასაგებად ლაპარაკობს, უბრალოდ, სულ ყველაფერი გასაგებია თქვენ დონებზე დაყავს, აი ეს არის სიბრძნე. ბიბლია მას გვასწავლის. საქართველოს სივრცეში რა ხდება დააკვირდით. დააჯდება ვიღაცა რელიგიაზე ლაპარაკობს, ვერ გაიგებ კამეჩებს საიდან მოუბათ რა. გინდათ მაგალითები გითხრათ? თუ გვარ დაიღლებით, მოგაწვით მაგალითებს და გავარჩიოთ. ხო, YouTube-ის სავსეა. რელიგიაზე ლაპარაკობს ვიღაცა, აი თეოლოგი იტყვიან.
საათი ისე გავა. ვერ გაიგებს საიდან მოუბად კამეჩები ანეკდოტის არ იყოს. ლაპარაკობენ, მსმენელი ვიღაცა უსმენ, ბიჭო რა ჭკვიანები არიან, კომენტარები. გაიგე რა მე, აბა მითხარი რა გაიგე. მე არა მარტო ეგა, ვინც ლაპარაკობს იმასთან მინდა შევიდე. თუ გესმის შენ რას ლაპარაკობ? მითხარი რა, იმიტომ რომ ვისაც ესმის რატომ არის ბიბლიაში პარალელები? სხვათა შორის ბიბლიაში ერთ და იგივეა სულ. ეს არის წიგნი, სადაც სულ ერთი და იგივეა. სულ ერთი და იგივე. აი რასაც იძახის ისაი, იმას ხვდებით, ეზეკიელთან იმას ხვდებით, ახალ აღთქმაში, ძველ აღთქმაში, სულ ერთი და იგივე. აი სულ, აი ლევიტელებში რაც არის მეორე ჯულის კანონში არის. მათესთან არის, იგივე არის ლუკასთან, მარკოსთან, იგივეა. სულ ერთი და იგივე წერილები. 13 წერილიდან პავლეს 13-14 წელი ჩავთვალოთ 14 მაგისი იყოს თუ გნებავთ, აი ებრაელთა წერილი აბსოლუტურად ერთი და იგივეა. ხო, აბა შეამოწმეთ, შინაარსით სულ ერთი და იგივეა. მაგრამ მიაღწიეთ ყურადღება, რატომ არის ესე? რატომ? ეს რა ღმერთ შეეშალა? აი აქაც კიდე, როდესაც ზეპურ საზოგადოებაში ჩვენ ხო ზეპურ საზოგადოებაში ვიმყოფებით, ზეპურ საზოგადოებაში ვიმყოფებით, ჩვენ იმდენად მოდაში არის დღეს გამოსულობა, რომ არავის არ უნდა იყოს ჩამორჩენილი. და თუ შენ უსმენ რომელიღაც 20-იანი წლების მუსიკას, გოიმი ხარ. ამიტომ უნდა უსმინო ყვირილს, ჭყივილს და გაუთავებელი ჯაგაჯუკია ელექტრომუსიკას, ტვენი რო ახთაზე გაქვს. და შენ ხო გაბრუებული ხარ, სხვასაც აბრუებ, აწეული გაქვს ისე და ტვენი წაიღე რა. აბა სცადეთ და მოусმინეთ, რამდენი უსმენს ვიოლინოს, კლასიკური მუსიკას, რამდენი მაყურებელი ყავს. ფიცია ხო ჩამოსათვლელი. იყო ეპოქა, რომ მთლიანად მოსახლეობა ამას უსმენდა. ოპერას ესწრებოდა გლეხი, ხარაზი ტყბებოდა ქუჩაში, როცა რომელიმე იტალიელი რაღაც ოპერის მომღერალი მღეროდა. ეს ნამდვილია. ფილოსოფიას უსმენდა ხარაზი, სოკრატე ქუჩაში რო ლაპარაკობდა. იმდენად გასაგები იყო. ესე იგი, რა დონე იყო ამ ხარაზის, რომ სოკრატეს უსმენდა. და გებულობდა ბევრ რაღაცებს. დღეს როგორი არის ცოდნის როგორი ის არის. რაც მეც იბჟუტურებ, მაშინ ხარ ჭკვიანი. თუ გასაგებს ილაპარაკებ, ეს ხო მეც ვიცი კაცო. მაშინ რა გირჩიო. ხვდებით, როგორ დამახინჯდა სამყარო, არა მარტო ქართულ სივრცეზე ეს მისაღები. მთლიანად გელაპარაკებით პლანეტაზე, რასაც თვალყურს ვადევნებთ, ეს არ არის ხლა, თქვა ჩემი ახირება, დაკვირვება არის და თუ თქვენ არენდობით შემსაუბრებს, თქვენ დაძაბეთ გონება, დააკვირდით, შეისწავლეთ და ასეთი იმით შემოდით ჩვენთან და მოგისმენთ. არ არის ეს არც გაბარაზება, არც დაბოღმა. არა, ღმერთის სიტყვამ ისე მომართა ჩვენი ცნობიერება, რომ იმ ჭაობში, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, დაგვანახოს, რომ ეს ჭაობია და იქიდან ამოსვლა მე არ შემიძლია თუ არა იესო ქრისტე. ეს ხო ცოდვის ჭაობია. ამ ჭაობში შემოვიდა იესო ქრისტე და გვითხრა, გინდათ აქიდან ამოსვლა? მიწამეთ მე. და ხდება სასწაული ამოდივართ ამ ჭაობიდან. ესე იგი ცოდვა დაცემული. და დამიწდა საიდანაც ეს უნდა დაიწვას. ერთ მშვენი ერთ დღეს ეს პლანეტა დაიწვება. ახალი ქმნილება არის. ახალი ცა და ახალი დედამიწა. ეს ჯერი ისაიასთან არის ხომ? შემდეგ ეს მეორდება კიდე აპოკალიფსის ბოლო თავები ეს არის სულ. ისეთი კარგი სურათებია, მეტი რო არ შეიძლება ერთი სული გაქვს მორწმუნეს, რომ ახ როდის მოვა ეგ. გერქვას მორწმუნე ეხვეწება, ხვეწნა მუდარა აქვს, ლოცულობს, რაც შეიძლება მალე მოვიდეს. მე არ ვიცი თქვენი, მაგრამ რაც უფრო და უფრო წმენაში შევდივარ ამ ბიბლიური ჭეშმარიტებებისა, უფრო და უფრო მინდა რომ მეორეთ მოსვლა იყოს. ეხლა მოვიდეს რა იესო. მოდი რა, რაც შეიძლება სწრაფათო, მაგრამ ეს ხო ჩემზე არ არის. უბრალოდ მე ვლაპარაკობ სურვილს. მოსვლა ჩემზე არ არის, იმაზეა. მაგრამ ეს განწყობა რო გვაქვს, ეს კარგია. ასეთი განწყობა ქონდა პავლეს. ის ელოდებოდა. რატო უნდოდა მეორეთ მოსვლა? რატო უნდოდა იოსეს მოსვლა? იმიტომ რომ იცოდა მარო ჭაობში ცხოვრობდა. ტანჯავდა ჭაობში ცხოვრებ. თუ არ არის შემეცნებული იმისა, რომ ჩვენ ჭაობში ცხოვრობთ, თქვენ ინატრებთ იმის მოსვლას? არა ხომ? როცა სკოლა თავდაყირად დგას, დირექტორი რო გავიდა და იქ სკოლაში რამოდენიმე სტუდენტი არის მოწაფე, რომელიც შეჩეული იყო სიწყნარეს, სიყვარულს, სწავლას და ყირაზე დადგა ყველაფერი, დაიწყო სროლა, წიგნების, ფურცლების, ყვირილი, რაც უდათ იქნება ის უმცირესობა, რომლებიც უფრო წესიერებისაგან არის მოწვეული. ისინი რას ნატურულობენ? სკოლის დირექტორი როდის მოვა და ელოდებიან ამას. თუ არა დატოვებენ იმ სკოლას და გადიან. აი ეს მეტაფორა. ასეთივე მორწმუნეც. აი ამ სამყაროს თავის სკოლის დირექტორი თუ გინდა ეს ტერმინი გყავს ამას დირექტორი ცოტა ხნით გავიდა არა შორს არ მონაწილეობს ჩვენთან და ილუზია იმისა რომ თითქოს ის არ არის მე კი ვიცი რომ არის ისევე როგორც სკოლაში ბავშვებს ეგონათ სკოლის დირექტორი არ არის სკოლის დირექტორი არის უბრალოდ შეაჩერა მან მათ ძალთა რაღაც ესეთ გამოვლინება და როგორც კი გავიდათ რომ მოვიდა და ის ინერციით ისე რომ გააგრძელეს მოსწავლეებმა აი ეს ქაოსი დაისაჯნენ მაგრამ წესიერი სტუდენტები გახარებული შეიგებენ და ისევ გააგრძელეს სწავლა. ჩვენი ესოც ამას გვპირდება მეგობრებო. ამიტომ გთხოვთ, აი ეს რასაც ვწავლობთ, ეს არ დატოვოთ, ერთ ყურში არ გაატაროთ. კიდე დაუბრუნდებით ამას თეოლოგიური, უკვე ახსნა განამარტებებთ, ახლა ჩვენ მივდებით სიუჟეტებს, ვწავლოთ, რომ ელემენტარული რაც არ ვიცით აქამდე, ვისაც არ გქონდა არიან ახალგაზრდები, რომლებმაც არ იციან ეს. სურვილი აქვთ, მაგრამ განწყობა არ არის, რაღაც პირობები, ყოველთვის იმიზეზებენ იმას, არცალე, არა მეგობრებო, უკვდავებისთვის ვარ გცალიათ, შავად არის თქვენი საქმე. აბა მოკვდავებისთვის მოვიცალოთ?
ეს ხო უკვდავება არის, ეს ხო მარადისობაში შესვლა, ეს ხო ნამდვილი სიცოცხლე, ეს ხო ცნობიერების მაღალ მდგომარეობაში პირდება ღმერთის შესვლას და თქვენ არ გინდათ, არ დაიტანჯეთ ნახევარი ცოდნით. მე მაგალითად არ ვიცი თქვენი, მაგრამ მე დავიტანჯე ამ ვითომ ბევრი რამე ვიცი, მაგრამ ღმრთ რო ჩაუკვირდები არაფერი არ ვიცი. ხო, მარტო ღმერთის იმედი მაქვს. ყოველი ცოდნეს რა ვიცი ეს სხვისი გამოცდილების დაგროვება არის და ან გამოგადგება თან არა. ამიტომ არ მინდა მე არასრულყოფილი ვარ ცოდნის თვალსაზრისით მე როგორც ადამიანი. მე მინდა სრულყოფილებას ვეზიარო. გვირდება მაცხოვარი რომ ჩვენ გვეცოდინება ყველაფერი, ისე როგორ ადამიანმა იცოდა ყველაფერი. ადამიანი გაცილებით მაღალი ინტელექტუალი იყო ვიდრე ჩვენ და ცოდვა დაცემული ადამიანი დაბნელდა. დაბნელებული ადამიანის წამოყვა სატანა თავისი ყალბით, მეცნიერებით, ცოდნით და სულ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვეძებთ მეცნიერებით, სულ ყველაფერი ცოდად გამოვიყენეთ. ესე იგი, მეცნიერული მიღწევები ადამიანის შვებას კი არ მოვახმარეთ, ადამიანი უფრო დავაკაბალეთ. და დააკვირდეთ მეცნიერულმა აღმოჩენებამ ადამიანი ისეთ დონეზე დაიმონა, რომ დღედაღამე მონის როგორი ვარიანტია იცით, დღედაღამე ადამიანი მუშაობს როგორ გამოიკვებოს თავისთავად ჩაიცვას. ეს არის ჩვენი ცხოვრება. ეს ცხოვრება არის და კვდები ისე სამარცხვინო დასასრული აქ ადამიანს. ავის დროზე რომ თავს გვაწონებდა რაღაც თავისი მოდელობით სალამა და ჩვენ რა ვხედავთ მიწაში ჩააგდეს როგორც ერთი ექსკრემენტების კრებული და მიწა მიაყარეს. თუმცა უფრო ლამას თეატრალური ფორმა აქვს ამას, თორე ჩვენი სხეული ექსკრემენტი არის სულთან შედარებით. ამას არავინ არ უნდა მისტიროდეს. ესეთია მიწიერი დასასრული ჩვენი და ამას ახლა არავინ არ აბრუნებს. ვერცერთმა მეცნიერებამ საფლავიდან ადამიანი ვერ ამოიღო და ვერ გააცოცხლა. თლიანად დედამიწა ერთი დიდი სასაფლაო არის. ჩვენ ცხოვრობთ სასაფლაოზე. აბა და გადახედეთ მოყოლებული ადამიანიდან რამდენი ადამიანი არის გარდაცვლილი. ეს სასაფლაოა. და როგორ მყარად დავდივართ თომ რაღაცა. ასევე ჩვენ ამ სასაფლაოზე ჩვენი მიწად ქცეული, ჩვენი სხეული ისე მიწად მიექცევა, აღებული მიწიდან მიწად მიექცევა. იქ ვიღაცა დაყვარელმა ცრემლი გამოიტიროს. დანარჩენს დავიწყებას მიეცემა, დატკეპნიან ამ ჩვენი მიწას და დამთავრდება ამბავი და 100-200 წლის მერე საერთოდ არავის აღარ ვამახსოვრებით. ამიტომ ყურად ვიღოთ შეგეუნებანი, რაც მოწადებულია საღვთო წერილიდან და გინდათ მარადისობაში შესვლა, იგნორაცია არ გაუკეთოთ ღმერთის სიტყვას, თორე იგნორაციას გავუკეთებს ისეთ ჩვენ. ეს ფსევდო რელიგიური, წინდა უკან პუწუ-პუწური მოწმუნეებისა და ჯიპოსანი მღვდლებისა ვერ შეგიყვანთ სამოთხეში. ისე როგორც ლიბერალური პროტესტანტული კლუბები, ბევრი კაცი უკვე კლუბი არის. შეიყარებიან ჭამენ, სვამენ, ყავა, ტორტი, იმას დავეხმაროთ, ამას დავეხმაროთ. საერთოდ გაგებაში არ არიან რა ხდება საღვთო წერილი და ყველამ დაივიწყა ის რაც წერია, მოდერნიზირება ხდება. გვთავაზობენ ტყუილებს რომ თუ იწამებ გამდიდრები, ფული გექნება. გახდა ესეთი დენომინაციები, რომელიც სრულიად ატყუებს ადამიანებს. ატყუებენ რომ არ განიკურნებით თუ აი სასწაული ხდება, ოქროს კბილი ამოგივა, ვერცხლი თუ გაქვს, ოქროთი შეიცვლება, ოქრო არ გინდა, მაშინ ფაიფურის გექნება. აი ესეთი ტყუილები მართლა არის. ცნაურია რომ ადამიანი ტყუილისკენ უფრო არის მიდრეკილი ვიდრე სიმართლისაკენ. სიმართლის რატო ეშინი ადამიანს? რა უბედურება ესა? რატო გაურბეს ადამიანის სიმართლეს? რატომ არ უნდა მიიღოს ის რომ არავინ არ არის მართალი წერია სახარებაში ბიბლიაში? არავინ აბსოლუტურად. ცოდნით ვერ გამართლდება ვერავინ. ვერცერთი აკადემიკოსი ვერ დაიტრაბღებს, იმიტომ რომ ის აკადემიკოსი არის. დიდი შეაქოს გარკვეულ ეპოქაში თავის ხალხმა და ბოლოს ზოგიერთები შეაგინებენ კიდევაც. მაგრამ მარადისობაში რა ადგილი დაიმკვიდრა იმან? საწავიდა ის ხალხი, ვინც ჩვენამდე იყო. სად არის ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ბარათაშვილი, გურამიშვილი? ეს უფრო საინტერესოა ჩემთვის, ისინი სად არიან? არიან მარადისობაში ღმერთთან? შევხვდებით მას? მე ეს უფრო მაინტერესებს. და როცა გზა დაისახა, მიზანი ერთია, გზა კი ორია, შეიძლება ასეც ვთქვათ. ქართულებში ეს ქართულ ლექსიკონში ცოტა ღარიბია ლექსიკონი და არ ითარგმნება ისე როგორც სხვა ინგლისურში და რუსულში არის, მაგალითად დვედაროგი აძიმ პუც. ესეც არის ქადაგება ჯონ მაკარტურისა ინგლისურად. ქართულში ეს ვერ ითარგმნება, აი ორი გზა, რა განსხვავება გზასა და პუცი დაროგა. რით განსხვავდება პუც დაროგისაგან? და რატომ არის ეს დვედაროგი აძინ პუც? ქართულში ეს არ ითარგმნება. ამიტომ შეიძლება ასე ვთარგმნოთ, ორი გზა, ერთი არის ჭეშა, ერთი არის მიზანი. მიმართულება უფრო ზოგადი, უფრო ისეთი ის არის ის პუც. ეს მატერიალურია უფრო დაროგა, მატერიალური არის. საგება შეიძლება კომენტარი არის. ახლა კიდე თავი გაგვისივდება მოუძებნოთ ზუსტი შესატყვისი და ამით იმას აკვირდით. ამიტომ არის სხვა ენები მეორე ენა, ის რაც ჩვენი ღარიბია გავამდიდროთ სხვა ენით. რას ისამ და თან მე ღმერთის შესწავლით უფრო ჩვენი ენაც გამდიდება, იმიტომ რომ ენას ღმერთი გვაძლევს. და თუ ღმერთს დავშორდებით, ენაც ჩვენი შეიზღუდება. იმიტომ არის მდიდარი ინგლისური, რომ უფრო მეტად მუშაობს თეოლოგიის საკითხებზე, ვიდრე ქართული ენა. მეტი ინგლისური ენაზეა ქრისტეზე და ქრისტოლოგიაზე, ბიბლიოლოგიაზე მისიონერი, ვიდრე ქართული ენაზე. ამიტომ შემთხვევითი არ არის ეს ენა არის უფრო ძლიერი.
ასევე ბერძნული რო იყო, ძველი ბერძნული, მე ადგილი დაუთმო ლათინურს, მე შესაბამისად ინგლისურს და ეს არის მოდებული. ჩვენი ქართული რა ვიცი, ღობეყურის ენა არის. მართალია ეს გულის ესეთი სატკივარი არის, რომ რაღაცა პოეტებისათვის და რას ქვიესია, კაცო, სწორად გაიგე რას ვლაპარაკობ, რა მოგივიდა. იმენაზე მეც ვლაპარაკობ და როგორ შეიძლება ევროპასკოპანი ყო სიმართლე არის ეს, ვერ გადმოცემ მთელი რაღაცეებს, იმიტომ რომ თუ ღმერთთან ჩვენ არა ვართ, ჩვენი ენა კი არ გამდიდება, გაღარიბდება. ხომ არის გაღარიბებული, აი ნაკლით მორწმუნე მართლმადიდებელი როგორ ლაპარაკობს. ცოტა ჩავატაროთ. ორ სიტყვას ვერ აპამს რა. ორ სიტყვას. მორწმუნე მართლმადიდებელი რატო ვერ ლაპარაკობს? იმიტომ რომ იგი ჩამოკიდებული არის ცრუ ღმერთს და მისი ვოკაბულარი შეიზღუდა და არასწორი ჩიქორთული ქართულითაც ლაპარაკობს. კი არ გამდედა მისი მეტყველება და კი არ მოქნილი და სწრაფი კი არ გახდა. იგი ეძებს, ფიქრობს, მე შორისდებულებით ლაპარაკობს. ძალიან ბევრი აკეთებს ამას. რატომ? თუ ენა რო გამდიდეს, საჭიროა ღმერთთან მივიდეთ, ან მაღალ იდეასთან. რატომ არის რუსთაველის ენა მდიდარი? რუსთაველის ცნობიერებაზე აღმატებული არის, არ არის მიწიერზებული ცნობიერება, ის მაინც ჩართული არის სადღაც ავად თუ კარგად ფილოსოფიასთან, ერთობლიობასთან, პლოტინთან, პლოტინის ფილოსოფიასთან, ქრისტიანობასთან. ხო, ვერ დავაბრალე ახლა მანდა მაინც ვიყავი ხეც ქრისტიანი, მაგრამ ენა კი მართლა მდიდარი აქვს. სად ქონდა ამას ასეთი ვოკაბულარი? ვინ მისცეს ვოკაბულარი ამას? რატო? იმიტომ რომ შესავალშივე ეს თლიანად ხოტბა დიდებას ასხამს ბიბლიურ ღმერთს. გარითმული არის პირველი თავი, შესაქმნის პირველი თავი. რომელმან შექმნა სამყარო, ძალიან გახსოვთ ეგა? და როგორ არის ჩამოსხმული. მე შიგადაში გაიელვებს ესეთი რემინისცენციები, ბიბლიური რემინისცენციები და რაღაცნაირი კავშირი ამას ამ ცნობიერებას რო ქონდა ღმერთთან რაღაც ინფორმაცია ჩვენ არ ვიცით მისი ბიოგრაფია. მე სწორედ ამას ვაბრალებ, იმას ამის ენის სიმდიდრეს. ნახეთ, ღმერთთან დაახლოებული ადამიანის ლექსიკოსი რა მდიდარია. და ეს ჩემთვის არის აქსიომა. დაუახლოვდებით ღმერთს, ჩვენი ლექსიკონი მდიდარი იქნება. შეიძლება სხვადასხვა იმიდან, რაც ქართულში ამოცემული ავლაპარაკებთ. შეგვეძლება გადმოცეთ ფენომენები, გრძნობები გასაგებენაზე სხვასაც გავაგებინოთ. განცდებით ჩვენი ჩამოვასხათ ლოგიკაში. წაკითხული წიგნი მივიტანოთ მსმენელამდე საინტერესოდ და არ ვიქნებით მუნჯაძეები. ძირითადად დამუნჯებული არის ჩვენი საზოგადოება იმის ბრალია. ერთი ნაწილი დაპროგრამებულია და ლაპარაკობ. ესენი თვითუყუშები არიან. ისე გულწრფელი რომ ვიყოთ, ქართველი უფრო მუნჯები არიან. ვერ ლაპარაკობენ ეშინიათ. აი ბლოკუნობენ. რთულია თავად ქართული ენა, თავის ზმნები, დურნები ძალიან რთული ენა არის ეს. და ამ ენაზე სწორად მეტყველებთ ეს ცოტა ფილოსოფოსი უნდა იყო. და ახლა ღმერთს რო იწამებ, იცოცხლეთ, უჩინრად მუშაობს ეს მასწავლებელი, ახალ სიტყვებს გაბადებინებს. რაღაცა მოდის. აი ნახეთ რა მდიდარი არის ისაიას ენა. ახლა არ ვიცი, ხო გითხარით 2183 სიტყვაა გამოყენებული. ისაიასთან. ეცნობილია რა, მარტო მე კი არ დამითვლე ესა და ყველაფერი გამოკვლეულია. მე შევეჯიბრო ახლა სხვას და გამოიჭირო შეცდომებში. 2183 სიტყვა. მე ძალიან მდიდარი პოეტური შედარებები. ძალიან მდიდარი, ხატოვანი, ხო, ძალიან ლამაზი. მე ლექსად არის ეს ყველაფერი. გარითმულია. გამონაკლისი არის ის პროზაული თხრობითი ელემენტები, რომელიც 26, 27, 28 და 39 თავშია. შვაშ ეს ისტორია კონკრეტული. მე ისევ გადადის პოეტურ ენაზე 40 თავიდან 27-ის ჩათვლით. ეს არის უმდიდრესი ენა. ვინ მისცა ეს? ღმერთმა. ნაკლები ენა მოსეს, ასეთი იურიდიული ენით, რო გვიწერს მეორე მსჯულის კანონს. აი განათლება. რა დაამთავრა? უდაბნოში ხეტიალობდა მოხუცი კაცი. მე ამ სასწაულების მჯერა, მოწმე ვარ იმისა, რაღაცნაირი ცნობა ინფორმაცია ღმერთს რომ იყო პიროვნება ბლუ როგორ აულაპარაკებია. გაცნობდე სულ ყრუ და მუნჯი იყო და როგორც ამას დაუახლოვდა და დაიწყო სმენა რაღაცეების, გაიხსნა ბაგე და ცოტა ლაპარაკი ისწავლა. ენა ამოიდგა, ალაპარაკდა და თუ გააგრძელებს ურთიერთობას ღმერთთან, დარწმუნებული ვარ მე, მისი ენა მოქნილი იქნება, იმიტომ რომ ის ენა აუცილებლად პირველი სათქმელი ღმერთის განდიდება იქნება და ღმერთზე წარმოჩენა ყველა ყოფითი ფორმის ილუსტრაცია, ესე იგი ღმერთის ილუსტრაცია იქნება ყველა ყოფით ფორმაში. ეს უნდა ღმერთს. ამიტომ ვართ გაჩვენილი ჩვენი მიზანი არის განდიდება ყველაფერში. ვაკეთებთ საჭმელში უნდა განვადიდოთ მზარეულმა. ჟურნალისტი ვართ, ღმერთი უნდა განვადიდოთ. იურისტი ვართ, ღმერთი უნდა განვადიდოთ ჩვენი საქმეებით. ხვეტავი და ქუჩის ისა ვართ, დეკორატორი, ღმერთი უნდა განვადიდოთ. ყველა ერთად ღმერთს ადიდებს თავის საქმეში, ჩვენ ერთმანეთზე ანტაგონისტად კი არ ვიქნებით განწყობილი, არამედ მადლიერი ვიქნებით იმ დეკორატორისა, რომელიც ქუჩებს, ხვეტავს, ალამაზებს. მე კიდე თუ პოეტი ვარ, ჩემი ლექსებით დავატკობ მას. ამიტომ ჩემი ლექსები კიდე მისთვის კი არ არის განკუთვნილი ღმერთთან წილნაყარი, რო არ მევწერ ყატრულ ფორმაში, დავანახებ ამას, მისი ყოველდღიური ცხოვრება, რო არ აქვს საშუალება დატკბებს ესთეტიკით და ის ესთეტიკური არსება არის. მე სწორედ როცა ის დასვენებული არის ამ ჩემ პოეზიით იმ რეალობას მხატვრულ ფორმაში რო გადავამუშავებ, ის გაეცნობა მას და დატკბება სხვანაირად შეხედავს ბუნებას, ზღვას. აღარ იქნება მომხმარებელი, მოტეხოს, წაიღოს სახში. აბა რა პოეზია მარტო ადამიანის ცხოველს კი არა აქვს. ეს ხელოვნება, ესთეტიკა.
ჩვენ ხომ ესთეტიკური არსებაც ავართ, პოლიტიკური არსებაც ავართ, იურიდიული არსებაც ავართ, ფსიქოლოგებიც ავართ, ფილოსოფოსებიც ავართ, თეოლოგებიც ავართ. ადამიანი მოიცავს ყველაფერ ამას. უბრალოდ რას გამოიყენებ თქვა ცხოვრების გზამკვლევად, რას გამოიყენებ? არ უნდა მოახდინო ობიექტივაცია ამაში, კერბათ არ უნდა აქციო, თქვა შენი სპეციალობა. თქვა ექიმმა რო აქციოს ექიმ და აი ყველა დაშუყრავს. ექიმი ყველაზე მეტად ქრისტიანი უნდა იყოს. ყველაზე მეტად ღმერთთან ეს უნდა ლოცულობდეს დღე-დაღამე. მე არ ვიცი ყოფილიყავი ქირურგი ექიმი, ალბათ ყოველ დილით ოპერაციამდე ბიბლიას წავიკითხავდი, ლოცვა კურთხევით და მერე მივიდოდი პაციენტთან. ვინც ექიმი ამას აკეთებს, ის არის ჩემთვის ექიმი. იყო პერიოდი რომ ამას აკეთებდნენ. იყო რა ექიმები, რომელიც აი ლოცვით მიდიოდნენ ოპერაციას დამთავრებდნენ თუ არა, ისევ ლოცვას ღმერთს მიმართავდნენ. ეხლა შენთვის გადმომიმბარებია. იყოს ნება შენი, მე ყველაფერი შევასრულე, მართლაც უნიკალურად ტექნიკური თვალსაზრისით და ხდება სასწაული. თავად გაოცებულია და ის ქრისტიანი ექიმი აკიმ ქადაგებელიც ყოფილა. ხოთაშორის აი ესეთი ვიკენტი ვერესაევია რუსულ სივრცეში, ჩეხოვი იყო რუსულ სივრცეში ესეთი, რომლებიც ექიმობა იყო მათი პროფესია და ისეთი სკეპსისიზმი შევიდა, წააწყდნენ ამ მეებს, აი რომანტიკოსი ექიმები იყვნენ თავდაპირველად და რეალობამ რო შემოიჭრა მათ ცნობიერებაში ექიმობაზე ვარი თქვეს და ყველაფერის ნაკლი რაც ამას თანდევდა ლიტერატურულ ფორმებში ჩამოასხეს და დაგვიტოვეს. აი ცნობილი ვიკენტი ვერესაევის ექიმის ჩანაწერები, ჩეხოვის უამრავი ნაწარმოებები, როგორი სკეპტიკურად არის გამჭდა ექიმობაზე მანაც ვარი თქვა. არადასენ ექიმები იყვნენ, გულწრფელი ხალხი იყვნენ, იცით? ღმერთის გარეშე ექიმობა ყველაზე სახიფათო პროფესია არის. დღეს ეს მოდაში არის, მომხეჭელობის ერთ-ერთი ის არის. იმიტომ არის აგდებული დამოკიდებულება რაღა ქარხნიდან რომელიღაცა ჭანჭიკი და რაღაც ავადმყოფოდან ადამიანი. ამას ვადევნებ თვალყურს ყველგან სამავადმყოფოებში, არსად არის უნიკალური სამავადმყოფოებები. არა, ადამიანი ყველგან გადაგდებულია. მოხდა სამავადმყოფოების დიფერენცირება. ძლიერთ ამა ქვეყნის სამავადმყოფოები სხვა არის და ჯოგის სამავადმყოფოები სხვა არის. შიოლაშვილი ჯოგის სამავადმყოფოში არასოდეს არ წავა. ამ კაცს ესე გააპოწიალებენ გერმანიაში და გაუბედურებულ ქართულად ხატს დაუკიდებენ და ეტყვიან შენ აგერ ილოცებ და აგერ მოგარჩენს. ამას როც არ ჯდება. ეს რაც თქვი ეს ტრაგიკული სურათებია, მაგრამ რეალური. და არ დამძრახოს, იმიტომ რომ აი ეს როგორ შეიძლება პატრიარქს ესა თქვა. თქვენთვის თუ პატრიარქია რეზო ბაქრაძისთვის ეგ არასოდეს პატრიარქი არ იქნება. ჩემთვის პატრიარქი ადამიანიდან მოყოლებული ყველა ის არის, ვინც ღმერთის სიტყვას განადიდებდა. ეს ჩემთვის არის ვიგინდარა, დარჩება ვიგინდარა და ღმერთმა შეუდოს ეს ვიგინდარობა და ღმერთთან არის ის ანგარიშვა. მე მასზე არ ვარ დამოკიდებული. ემას ყოველთვის ვიტყვი ნებისმიერ ტრიბუნიდან და ვისაც უნდა ყავდეს კაცო შეეტენოს უკაცრავად პასუხი თავიდან ბოლომდე შიოლაშვილი და თოლებს კიდე ხო? მათ ჩემთვის არაფერი არ უსწავლიათ. არასოდეს არ გამოუფხიზლებივართ ამ ხუთლებს კომუნისტურ პერიოდში არა და იყო ეკლესიები. ამ რეგვენებს ბავშვობაში რო ესწავლებინათ ჩემთვის ესა ტრიბუნიდან, ტელევიზიიდან ხო უფრო კარგი იქნებოდა. საზოგადოება ხო სხვანაირად მომზადებული შეხვდებოდა ამ კრეტინიზმს, ახლა რო არის საქართველოს ეს ველური კაპიტალიზმით, ეს ფუყე ხალხი რო არის გაფხენძილი და ეს გაუბედურებული ხალხი, გადაყრილები რო არიან სახლის გულისთვის ელემენტარული ცოცხალი კუბო რო დადგან, სახლს მე ცოცხალ კუბოს უწოდებ. აი ამისთვის წვალობს უამრავი ხალხი. და ეს ვიგინდარები პარლამენტში ზიანიკა და უპრიანი არის რაც დავდეთ ჩვენ მაგის აი ეს ჰიმნი პარლამენტისა ჩემს Facebook-ზე რა თი დროგი ადროგებენ ეს კრიმინალნი კრუგ ეგ სულ ნატრიალონ ეს ვიგინდარები ესენი სხვა სიტყვები არ მოიპოვება როგორ დატანჯეს ხალხი ხო ამ ვიგინდარებმა ამებმა და ეს ივანიშვილი რო არის თვალები აკარკლინებს ხალხს ეხლა არჩევნებს ისე ჩადებს გადმოკარკლავს ქართველები თვალებსა ეს სიმღერაც ძალიან აქტუალურია და ესეც ჰიმნი არის ქართული საზოგადოების და ივანიშვილისა ეს მისი სოლო სიმღერა არის. აი ეს არის შინაგანი ივანიშვილისა. წინასწარ დათვლილი არჩევნები რო გაიმარჯვა ამ კაცმა. არაფერი არ გვეშველება შიოლაშვილის სპირით რო იძახის ვიღაცა. ეს ნაღდი არის. სწორი ეს. ეს ვიგინდარები რასატყუებენ ამ მოსახლეობას. თვითონ გერმანიაში დაწანწალებს და ბავშვი მათ დასვემენ ვიღაცებს და იცით რა ფული შეაგროვეთ რა ოპერაცია საჭიროება. ეს კინაღამწა მომწდა უკაცრავად პასუხი ამდა თქვენ ყურები დავაბინძურო. ესენი კიდე ვიგინდარები უწოდოთ ამათ მაშინ სხვა ლექსიკონი გამოვიყენოთ სხვა სიტყვა ესენი კიდე ესენი ეკლესია არ იცის ფულისა წაიღოს და საწყალი ბავშვი რომელსაც რაღაცა ჭირდება და დედასთვის ის არის რა ვიცი ყველაზე აი თელ მსოფლიოა ისა ის სამათხოვროთ 500 ლარს ვერ უგროვებენ ღუდლები ამას უყურებენ და გაატარებენ როგორ დადიან ცოცხლები ნუ ერთი ადამიანი მაინც გადაარჩინე შობელძაღლო ეს ჯიპი გაყიდე და გადაარჩინე რა ღმერთთან რო წარდგები რა სიხარბია ეს რა რელიგია რა ჯანდაბაა ესა რა მხელა თანხა აქვს ამ ეკლესიას ხო არმია არ აყავს თორე სხვა ყველაფერი ყავს ისე არმია მაგისი ჯოგი არის თუ დაჭიდება შეერაგებს ხო ყველაზე მეტი არმია სამხედრო მინისტრი არ აყავს საპატრიარქოს აყავს ერთ დაძახებაზე ერთი ჩაფშტინოს ყიური ბიჭები სულ ყველა დადგებიან თოფირო დაურიგონ ასე რომ ოფიციალურად მას არმია არ აყავს როგორც ადრე შუა საუკუნეების საქართველოს ეკლესიას ყავდა ჯარი ეხლა არ აყავთ მაგრამ ჯოგი რო ყავს ხო და ეგ ჯოგი გამოვარდება მაისში ტაბურეტკები დაერევიან ვიღაც სულელებს იქა მე გამოვარდებიან გამიგეთ არიქა სააკაშვილი გამდევნოთ ეხლა გაბუსუნებულები არიან პირში ჩაუდო ივანიშვილა ფულები დასკოჩა დოლარებით დასკოჩა ყუდლები
და წავიდა ნანატრი ცხოვრება დინპიტაური. ეს ვიგინდარები ესენი. ამიტომ არის რატო უნდა იტანჯებოდეს ამ ვიგინდარების გადამკიდე ისეთი ხალხი მათ მიმობნეული რომ კარგი ადამიანები არიან და სამთით არის საძებანი. ხომ არიან ასეთი კაი ადამიანები? რატომ არიან კარგი ადამიანები? ქვეყანა რო არ ინგრევა ჯერ. ესე იგი ღმერთი იმათ ეფერება, იმათ სიყვარულება, იმათ ხოს მოთმინება გაძლებას და რაღაცა მიზანს ემსახურება ეს. ამიტომ აღვიჭუროთ მოთმინებით და დიდითა ფრიად და რწმენით შევიარაღდეთ. თუ ისე მეგობრებო, მათ რა გაგაძლებნეთ, არ გამაგიჟოთ რა. კარგით მეგობრებო, არ მინდათ ახლა მე ხომ გითხარით ესე ეს რიგით 13 საჯული არის, მაგრამ ზოგან 12 არის, მეთქი რო გითხარით. 13 იმიტომ რომ ბარაკსაც ესე იგი დებორას იმას მიაკუთვნებით, აქედან 13. მაგრამ დალასის სემინარის კომენტარები რო ახლავს ვორდი და ზუკის იმას ინგლისური, ამერიკულისა დალასის სემინარია რო უშვებს, ისინი 12-ს განიხილავენ, რამე თუ დებორას მიმატებულ ბარაკს ამოაგდეს, არ ჩათვალეს ეს, რომ ეს საჯული დებორა არის ბარაკი. ზოგი მაინც თავს ბარაკს. მეც დიდ შეცდომას არ დაუშვებ, რომ ბარაკიც მევადევნოთ. ესე წერია ბიბლიაში. ესე იგი 12-ს თუ დავამატებთ 2-ს ილიასა და იმას 14-ს მევიღებ და თუ 13-ს დავტოვებთ ბარაკის ჩათვლით, ის კი აბიმელექი ყველა მომოაგდო, ის არ იყო მართლაც საჯული. მაშინ ჩვენ რაც ბიბლიაშია მოწოდებული, უკვე გავდივართ 15-ს და უკვე იქით ბოლო იქნება საჯული თან შეთავსებით წინასწარმეტყველი, აქ პირველი წინასწარმეტყველი ამავე დროს, სადავართ მეფეთა წიგნებში 1043 წელიწად დახრწვით სამუელი. არანაკლებად საინტერესო სავლე რო ქვია სახელია სამუელი. მას გავეცნობით მეფეთა პირველი წიგნის ისტორიულ წიგნებზე რო გადავალთ, ყველაზე რეალური და არანაკლებად საინტერესო. ახლა კი ვსწავლოთ იმ პერიოდს, ხომ? აი უკვე უდიდესი ნაწილი გავიარეთ, გავეცანით სურათს რა მდგომარეობაში არის ერი, რომელიც უდაბნოში დადიოდა, ღმერთი მასთან იყო, ეხლაც არის ელაპარაკება საჯულებს ხოვებს, მაგრამ მაინც არ შვებიან. რა არის საადა ცოდო დაცემული ადამიანის ბუნება. და ესე მივდივართ ბოლომდე, როცა მე მოწმე ვიქნებით იერუსალიმის დაქცევისა, განადგურებისა, მე ერთ ათიშტოს განადგურებისა, მთლიანად გადასახლებისა, ხომ ჩრდილოეთ სამეფო რომელიც გაიყოფა ორად და ასურეთი მთლიანად 722 წელს გაასხამს თავის ქვეყანაში, იქიდან კიდე სხვებს ჩამოასხამს და დაგვრჩება იუდა და 130 წლის მერე იგივე ბეწ გაიზიარებს ამჯერად ისინი ბაბილონში 586 წელი ძველი წელთაღრიცხვი. არანაკლებად საინტერესო. მე საბოლოო დაქცევა იერუსალიმსა იესო ქრისტეს წინასწარმეტყველება პირველი საუკუნის 27 წელი წინასწარმეტყველს იესო ქრისტე და მართლაც 70 წელს პირველი ჩვენი ძველი წელთაღრიცხვით იტამ გაანადგურა, ქვაქვაზე არ დატოვა და არსებობას შეწყვიტა მოქმედმა ეკლესიამ, რომელიც ცოცხალ ღმერთს არ განადიდებდა, აი ეს უკავშირდება სოლომონსთან და მერე ჰეროდესთან და ერთხელ ეზრამ, ზორობაბელი გახსოვთ ალბათ ეზრადან ისტორიულ წიგნებს რო გავეცნობით, იქაც ამას გადავხედავთ. იმ ადგილზე უკვე ომარის მეჩეთი არის. ეს ომარის მეჩეთიც დაინგრევა და ისე აღორძინდება იერუსალიმის ტაძარი, რაც ნაწინასწარმეტყველებია ისაიასთან და მორწმუნეები ყველა ქრისტიანი მორწმუნეები, ქრისტე ცოცხალი ღმერთის სამღიერებელი ელოდებიან იმ დიდებულ დღეს, ამ რწმენით თუ მოგვესწრო მოვა თუ არა და გარდავიცვლებთ, აუცილებლად აღდგებით და ვიქნებით აი სამეფოში, რომელიც დაგვიხატა იესო ქრისტე და გითხრა, ვინც ჩემთან მოვა, არ გადავაგდებ, ის ჩემი სამეფოს სრულუფლებიანი წევრი იქნება. ამინ მის სიტყვებს და ჩვენც რწმენა კი არ შეგვერყას პირიქით მოგვემატოს და ჩვენ ამ დიდებითა და ამ რწმენით დავრჩეთ სანამ ღმერთმა მოგვანიჭა სიცოცხლე, ეს იქნება 60 წელი, 70, 80, 100 თუ 100 შემდეგ. ღმერთმა გვაცოცხლოს 150 წელი, მაგრამ რადგანაც ათესტურ ქვეყანაში ამდენი წელი ცხოვრება, შეიძლება მე ლაფატკაზე დაგდონ გადაგვაგდონ. კარგით, მეგობრებო, დიდი მადლობა მოსმენისათვის, გაძლევაც მოგცეთ ღმერთმა.